იქუხე ახარ დავიხჩვი შეჩემა რა. აი ხა გათიშავენ შეჩემა და გავა ბოლი რა. ეს არის ასიკა სპეციალი ეს არის? ო ბოლი მე დავამატე შეჩემა, ცუდი არისო. ეხა 1-3 წამი გვინდა რომ ეს გავი. იდეალურად. ჯერ სადახარ. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ხედავთ, უკვე ხედავთ პირდაპირ ცოცხალ გიორგი კალატოს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. იმისთვის რომ 20 ლარი გაიმეტეთ რომ ბილეთი გეყიდათ. ძალიან დიდი მადლობა მართლა რომ ეს 20 ლარი გადაიხადეთ. ალბათ ხვდებით ფასი ვისი დადგენილია და რატოა 20 ლარი. მახარ პირველი სტუმარი ხო არ დაუპატიჟოთ უკვე. ვინ არის? ლაშა. ჯაპანა. და პირველი სტუმარი გიო, შენ ცილაპარაკე. რა ხარ გვილაპარაკა ეს თვანე? გიო როგორ ახლა შეჩემა, ლაშა სათხარო. მოიწერა კალატოს უნდა რომ თავის სიტყვა. მოდი ლაშა. პოზების ჩინოზე. მოგესალმებით. გაუმარჯოს. ლაშა როგორ ახლა? მე ვარ ძალიან კარგად, რადგან ასიკა სპეციალ ფულ პოდკასტის ეპიზოდში მომიწვიეს სტუმრად და ძალიან დიდი მადლობა გილოცავთ ჯერ პირველ რიგში 100,000 გამომწეს და მიხარია რომ ერთ-ერთი სტუმარი მე ვიქნები. ახლა მე რამდენი 100,000-ზე უნდა ავიდეთ ამ YouTube-ზე უკვე აი აღარ შეიძლება. არა, ვერ წარმოვიდგენდი მე ესეთ ამბავს მართლა, იმიტომ რომ არა, მე ფილარმონიაში გამოსული ვარ ხა და ხალხი არ მიყვირს, მახარ ხო ხვდები ხსოვდა არ გამიგდა ამაზე ბევრად მეტი და ბევრად ძვირი ღირდა ბილეთი და აუ ახლა მაგრამ ეგრო გამოდიოდა მაგასაკის ხალხი არ გვიყურებს ხა აქ ვინც არის. ხო და იუმორნას ხო უყურებდით ბავშვობაში? აგ ჯენზი არ ზიხართ, რავი, მე მგონი. როგორ არა? ტატო, შეგიძლია რომ ეგ გადამოხვიდე ჯენზის საქმე. რატო ჭდები ჯენზ? ანუ რატო ეტენებით? ხო და მახარ იმას ვამბობდი რომ მე მილენიალია. ბევრჯერ მაქვს მოყოლილი რა ეს გადაცემა როგორ დაიწყო ეგ იდეა. აი მაგ იდეიდან აქამდე შეისწორე. აუ იდეა ვისი იყო? მართლა იდეა შენი იყო? რომელი? ამ გადაცემის იდეა. აქ ყველა გენიალური იდეა არის ჩემი. გასაგებია. გენერირება ხდება. ყალას შეუძლია მოყვეს. ყალა ყვება იდეალურად როგორ დაიწყო ეს პოდკასტი. იმ Facebook-ს ვერ პოულობ, მახარას დაიბლოკა. ის voice message იქნება რამენაირად მიწერო შენ ყავს ახლობლები რომ აი ეგ voice message რითაც დაიწყო ჩვენი გადაცემა და აქამდე მოვიდა რომ გავაცოცხლოთ. გახსოვს რა მითხარი? რომ გაახმოვან შეგიძლია. Facebook-ი აღვადგინე ეგ და შემიძლია მოუძებნო. მართლა? 200 კაზე? 200 კაზე. მოუძებნ და აუცილებლად გაჩვენებთ. იქნება აი 100%. ბოჭო, YouTube ვითარდება მე მიხარია ლაშა, სიცილიაზე ვიყავით მე და შენ. აუ, ძალიან მაგარი იყო. მე და შენ რა, ესეც იყო. ორი გამოწყლული ბაზრობს ტიპზე, რომელმაც მოიგო. არა, მე მახსოვს, მახარა, მე რო გამოვარდი შუა თამაშიდან, კალა შენ მაქსენას ვერ მოესწარი, მახარა შემხვდა და მითხრა რომ მოკლედ მე მინდაო რომ პატიოსნება მოიგოთო რა, აი მართლაო. რაღაცა დამოჭრილი იყო. ამას აი კალა ხო დედაში შეჭემა სიცილიაზე რო არ იგინო 12 ქართველში გო ჯუდასაც ხონან იგინო ხო და მოიცა ან მე მახსოვს რომ გამოვედი მახარა ასაფორტებდა პატიოსნებს რა და მართლა თან მეუნებოდა რომ მე მაგრად მინდაო რა და მეთქი რომ გაირკვა რომ ეს იაკუძა იყო და 5,000-ზე იყო საუბარი მეთქი ანუ შენ 5,000-საც ესე გადაუს არა მე არ მინდაო არაფერი და რომ მოიგო ესე გვიყურებდა ყველას აი არა ბიჭო მე მინდოდა რომ არ მომეგო მართლა აი მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ არ მომეგო მაინც მოიგე მახარ არა ნუ კოპალას ვერაფერს ვერ უზავ იმიტომ რომ არა მე გავაკეთე ყველაფერი შენ მოგეგო მე არა შენ მე იქ ვიდეოშიც ჩანს რომ ვიძახე კალა წავა ძალიან კარგად და მე მაგ იმედი კოპალა მოიგებს იმიტომ რომ კალა იყლევებს ბოლოში აი როგორც შევია ხოლმე და მოდი ერთი რაღაც დამოვიწყდა რომელიც დასაწყისში უნდა შემომეწოდებინა რა თქვენ სამივეს და ახალი სტუმრები ვინ შემოვა ყველას უნდა დაგირიგოთ ერთი კონფეტი რომელიც უნდა გაყაროთ იმ მომენტში თქვენ როცა გადაწყვეტთ როცა იფიქრებთ რომ ყველაზე ლოგიკური იქნება რა მე ორი მომენტი რა ვა და მე არ უნდა მომიშვირო კიდე ეგეთი ის არის შეატონა რო არ გადავწყვიტო არაფერი გრანდი ერთი გაიხსნა მივაყოლოთ ეს ფოკუს გააკეთებს?
ლაშა, ეხა არა, ლაშა. მეტა თავში არ გაიგო. ანუ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა თუ მე მაინც ვერ ვხსნი. არა, აი ფოკუს ხო აპირებდა რა. ხო, მე ფოკუს გავაკეთებ, ბაზარია. ფოკუს რო გააკეთებ, მე გაყრედა. კალა, შენ როცა ლაშა, ეგ არ არის ფოკუსი. როცა გადავწყვეტ, მაშინ იქნება. ძალიან გთხოვთ, აქ ვინც გაიძბენთ, სახეზე რო ხელი ესექნათ ხოლმე, იმიტომ რომ სიტუაციას უხდება ძალიან, აი, ვაიმე ბოდიში რა. იქ აქ დილეი ვიღაცას 10 წამის მერე იცინის, მართლა. ხმა ხო არ აგვიანებს. გვიან მოდის. 10 წამის მერე გაიცინა, მართლა. ეხლა ვფიქრობ, მაგხომრობებია და მე ხვდებია. შეიძლება. შენი ხუმრობები არა, ძალიან. შეიძლება აფეთქების გვიან მივიდა. მაგრამ კადრი, შეიძლება ჯერ კადრინა, აი. ეხა ეს წინა ხუმრობაზე იცინენ, ეხა იქნება შემდეგი. რო ეხა რო აუ ის რა მაგარი კაცია. მაგარ ისე ერთი მიკროფონი იქ უნდა გქონდეთ მინიმუმ. ლაშა, რა მაგარი კაცი არა, ქალია, გოგოა. ხო, მართალია. მე ვერ ვხედავ, არა. სიცილზე სავარაუდოდ გოგოა, ხო? არა. კაკრას მაღაზი არა. მოიცა დავტესტოთ წინა ხუმრობზე იცინეთ, ხოლმე გავჩუმდეთ, აბა 2 წამი. აგერძმო. გამოსვლა დაეწია ეხა რომ გამოვედით ბოლში. აზარია. ეხა იქნება ხუხი. აუ ეს ეს ადამიანი ერთ ხალხი რო აგვინთოს. ხალხი რო ავანთოთ ერთი წამი შეგვიძლია? მთლიანად რო ხალხი გავანათოთ? იმითი რუბელნიკით. არა, ტელეფონით. ისინი რომ არ ჩანან ეხა და რა. აბა რომელი იყავით? შენ რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. სიცილი რო შეწყდა თუ დააკვირდი. ტელევიზიაში რო სიცილი ადებს ხოლმე ზუსტად ეგრე იცინი ხართ ყველა მარტო აი ეხლა რაღაც უხექო ერთ მომენტში ლაშა ისმეთ რა ხდება ფოკუსების სამყაროში აუ აი ანუ რომ მივედი პარიკმახერთან დალაკთან არა პარიკმა შენ შეგჭრავოთ ამაო ეგრე მითხრა აზარია ხო ჯერ მე ვიდეო ვანახე რამდენი წლისა უნდა გახდე რომ დალაკთან მიხვიდე და პარიკმახერთან აღარ იარო სულ 20 ლარი ძვირიღის პარიკმახერის 30 ლარი და დალაკის 50 და ბარბერიის 100 არა ეგ მერეა რა სხვაობა პარიკმახერს და დალაკს შორის ძალიან მაინტერესებს აი აუდიტორიას დარწმუნებული პარიკმახერი არა პარიკმახერი თან ეწევა და თან ისე კრიჭავს ანუ მართლა საკუთარ სასქესო ორგანოს რო კარგად გაკრიჭავს ვიდრე შენ შენ რომელი იყავი ჩემ პარიკმახერას დაგიძახე ეგ იყავი თუ რომელიმე სხვა არა მე ბარბერნახე ბარბერთან როიარო არა ბევრად შეიძლება უფრო კარგი ვიდეო გაქმა შენ იყავი სტილისტი ანუ უფრო ზედონი არის რა ლაშა ვერ გამოდიოდა გარეთ სიცილიაზე რის გამო იცი თმის ლაკი არ მაქვს ეხა გამახსენდა სანამ გადაიჭიმავდა აი სამი კაცი გაჩავდა 3 საათი რომ ეს დაყენებულიყო და ანუ ქალი რო ამოქროლდებოდა სად არის ლაშა უკვე ვისთო კედელთან მას ვერ გამოდიოდა ლაკი მოქონდა ორი თვითფრინავი მე მომიყვა მე რომ ორ იმას გაცდა რა შემოწმებას და მეორე ვიღაცა გადაგიგდო ხო ხო ანუ ვენაში ვეღარ გავიარე მე წამალი გადამქონდა ამას ლაკი წამალი გავაბარე თმის ლაკი ვერა აუ რამდენი ვებაზრე იცი ვიღაცა ხალი შემხვდა ადმინისტრატორთან დავაკავე ფოტოები არაჩვენე ანუ ყველა ფოტოში რო მე მენეჯერი მე რა უთხარი არის მეთქი ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვობის ფოტოები რო ეგრე რო ხარ არაფერი კაი რა უთხარი ძალიან მნიშვნელოვანი ამის გარშ ვერ ვთამაშობ ბაფიას მოიცა რა უთხარი ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა მაქვს მეთქი რა და ამათმა მითხეს 400 მილიგრამიას უგრი გაგატანთო და მეთქი ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა მაქვს მეთქი რა და მარტო თბისთვის არ არის იქო იყიდითო და ალერგია მაქვს მეთქი და მარტო ეს მშველის თქო ანუ სხვაზე რო დავისხა მეთქი რა ანუ ალერგიული ფონი მაქვს მეთქი რა ანუ რაფერის დაუძახე იმიტომ და წებოიანი მე ადმინისტრატორთან გადამამისამართეს იმან გადამამისამართა მენეჯერთან და იმ მენეჯერმა მითხრა რომ შენ უნდა წახვიდეო და ჩეკინზეო ეს 400 მილიგრამიანიო უნდა ჩადო ბარგშიო და ამას დაახლოებით რატო დაჭირდება მეთქი და ანუ 1 საათი საათნახევარი და შეველიე რა და ლაშა გვიან ჩამოვიდა მაგრამ ადმინისტრატორი რომ გამოვიდეს გამოვიდეს ლაგწასმულ და მას გაუნათა თვალე რომ მაგრამ მან იცის ჩემი აზრით ღირდა და გინდა გითხრა რატო რადგან ამ თმის კონტენტზე ამ თმის ამბავზე ძალიან ბევრი კონტენტი გადავიღეთ და მე სპონსორი გამომიჩნდა თმის მიმართულებით ცოტა ხანში ამ ყველაფერს დავაანონსებ ასე რომ შენ გადანერგვა არ გინდა შენ გინდა ფიქსატორის კომპანია რამე კოკოლოს ქარხანაში მაგიტო ხო არა ვართ ეხა ხო პროდუქციას გულისხმობ შენ არჩიე რო თემურამ გამოიაროს ეხა შემთხვევით თემურა ყორი ცინის უკანა
ეს არ ეკუთვნის კოკა-კოლას იქით მხარე ეკუთვნის და თუ დაინახე მე ღობიდან გადმოვძვენ იმათი კარებიდან არ შემოვსვლა. კიდევ ისეთი ინფორმაცია რომელიც არავის არ გაინტერესებდათ. მახარას და ლაშას ერთი დალაქი ყავთ. ხო, სხვათა შორის. და მახარას უფრო ძვირს ართმევს. ეგ მართლა ხოლმე ძველი ფასი გადაიხადეო. შენთვის ძველი ფასი რა არის მითხარიობა? რომ მივედი მაგასთან. 200 ლარიანს რო აძლევდი ხოლმე, მოშნათ ხურდას მიბრუნება. 200 ლარიანს აძლევდი? ხო. 200 ლარიანები დადიხარ? აბა 100-იანი მალე იხარჯება შეჩემა. ვინ ახატია 200 ლარიანს? ხაკუცა. ეგ დასრულებული არ ქონდა ისა რა ქვია. ვინ ახატია და ეგრევე მითხრა. ფერის გითხრა რა ფერია? თუ არ გაკრა ნახ შემზე აგიხსნა. მე უფრო დიჯიტალ მახარ, ანუ არა ვერ ვიცი. ქეში ატარეთ ყოველთვის, იმიტომ რომ რამე რომ მოხდება ქეშით გადაწყვეტ სიტუაციას. მე რო ქეში მქონოდა ძალიან кайფაში ვიყიდი საბურავებს. არა ეცი? მაგრამ არ მქონდა, ამიტომ გადარიცხვით ვერა ძვირი დამიჯდა. წიო-წიოთ ჩდება ძალიან ძვირი, მართლა. სანამ შენ შემჭერით მა და მივედი ხა და შევიჭრით 15 ლარად გაძვირებულა. აზარია, შენ და 15 ლარს სულ ვაძლევდი ხოლმე. კი რა, სულ არ ვაძლევდი. 10 ლარად ვჭრიდნენ თმას. ხო არა, ეხლა სადადის მეტა სიფილისით არ მოკვდეს ვიყო 10 ლარად შეჩემა რა ენას გისმევს თუ პროსტა უხახუნებ კედელს თავს თუ რანაირად კი გეტყობა შეჩემა 10 ლარს რო იყი ანუ 200 ლარი შენ რასაც აძლევ ხოლმე მე შენ აუცში მიერ თელი ცხოვრება 200 ლარი არ გადამიხდია ანუ შენ აუ გუშინ ჩაგდო კავამ ვიდეო რა დააქვს სელაპები რო კი არა სელაპები რა ღორები რო ტალახში ყრიან ხო იცი ცოტნე და გუნდიშა შემაუსში იყვნენ და ამის ალეგორია აი იცოდნენ ოღონდ ეს აუზი არის სუფთა და გარშემო არის სუტალახი რა ანუ რანაირება ეგეთი პაკასუხა იყო რომ ფული გაისროლო აუზში და გარშემო ანუ ტალახი გქონდეს ეტაპობრივად მაგრამ შენ აუზი კეთდება და მე უნდა გაკეთდეს ესე რომ ეს ამ ხელა 700 ხალხი ტალახიანი ფეხებით რო გაიტანტალებს და ამ აუზში ჩახტება რავი ლაშ რა ხდება ხო იმაში რა ქვია საილუზიო სფეროში შენ შოუები ქონდა მახსოვს დიახ და აღარ გაქვს აღარ მაქვს რატომ გამოელია იმიტომ რომ YouTube-ზე გადმოვერთე ახლა და ძალიან მიჭირს რომ პარალელურად ის შოუც ვაკეთო იმიტომ რომ რა ხდება מחარ ამე არაადეკვატური ის ყველაფერს წინა ხმობა მოუწია შეჩემა მერაშუაში არა ყველაფერზე რა შენზე ეხა მე რო ვქნა ეგეც ასილო კი არ არის מחარ ლაშა გაგაწყვეტინე ხო ეს ძალიან რთულია რომ YouTube-იც და პლუს პარალელურად ანუ მე სამწუხაროდ უსაბენიოდ მარტო მიწევს ყველაფრის გაკეთება და ძალიან რთულია რომ ამ ორივე საქმეს შევეჭიდოთ. მარტო გიწევს ოზი მიცის ეგ რომ მარტო გიწევს? კი, როგორ არის ეს? არ ეწყინება ხა მარტო მიწევს. არა, ოზი მეხმარება. ოზი ვერ გაიგებს თავის ბარშია მთვრალი. არა, ოზი მეხმარება მე პროდაქშენის გადაღების ამბებში და იდეალურად ასე თავის საქმეს. შენა შეჩემა არ ვარ მარტო მაგრამ ის ბავშვი ის იბოღმება გაიგე თვითონ ეს 200-ნი არიან ვერ წარმოუდგენია რომ შეიძლება ერთმა ადამიანმა მოიფიქროს ლაშა მეც ეგრევა რა აჩი გვაქარი ხმარ ვარა მოუღია არა სხვათა შორის მართლა გეგმავ აი 1-10 წუთის წინ ვლაპარაკობდი ეხ გამოდიამდე ხანია ფეხები მაგ გაჩერებული იმის გამო რომ იქ კომენტარს მიწე რა შეიძლება იმ გამომძახოს ფეხი გააჩერე დედა და ძალიან მინდა რომ ანუ ჩაიჯვი ლაშა რო რაღაცას ლაპარაკობს ხოლმე ალბათ უპრიანია დაამთავროს და მე საინტერესო არა მე მიჩვეული ვარ მე ვარ უკვე თქვენთან მესამედ ხო? კი მესამედ ვარ უკვე და სამივეჯერ სხვადასხვა ლოკაციაზე რა უცნაურია და სამივეჯერ ფოკუსები გააკეთე და ეხაც გავაკეთებ აუცილებლად ფოკუსი იმიტომ რომ თან რადგან ესეთი სპეშალ ეპიზოდი გადის ფარადა უნდა მოგვეწეა რა თქვენი მონა მორჩილი უნდა მორჩილი და მაგიდა უნდა შემოეფრიალები და გამოვდებოდი კიდევაც მართლა აი გია ფარადაშვილმა ეხლა ლაშას ხოლმე გააწყვეტინე გია ფარადაშვილმა აქეთ გამოვრივე აი მე ვერაფერი ვერ ვილაპარაკეთ բայց შენ აი რაღაც საპირებ და რომ ეხა ამაზე ეგრევე თქვენი მონა მორჩილი გია ამ ხელად შემოდანი მოიტანა აქო მაგიდა მიდევს უნდა ვაფრინო და ყველაფერს ფარ დაეხადა რა აი ამ შემოდანს რო გახსნე ეს მაგიდა ხო რაღაცა ქაღალდის შენ რატო არ გაქვს ეგეთი ნომრები აი აუდიტორიის ეგეთი გაჭრილი ბოთლები რა 10 ეკო და რაღაცა იმიტომ რომ მე სხვა ჟანრის წარმომადგენელი ვარ ეს ამოიჭრება არა არა ნახე
კამერები ვისთვის ჩამოვა. რა მაგრა გავარდა ხმა ეს ამოიჭრება. პირველად გავიგე ეს ხმა ესე მიკროფონში გამოცხადებული. ძო ეხლა იწყება შოუ მეგობრებო. აი უკვე ერთი ამოჭრა გავიტან. ტელეფონებს ვაკონტროლებთ რომ არ იღებს არავინ. ვა. ეგრევე რო ჩაიჯვა. Silence. გამო აკილ. იმენ ოფლმა გადაუარა ეგრევე. კაცი იმისთვის, იმიტომ რომ მაგასთან არ გაიგივება არ მოხდეს და მაინც იქ ჩატენა კოლეგაო რა. რაში არის კოლეგა? შენც მაგისთვის ხო იბზურო, ჩემთან გაიგივება არ მოხდეს, მაგრამ ხო კოლეგები ვართ შენ. აუ აი. ოე მაია. რამე აინთო უკან სედ რა ჩემ და ეს ემოცია რა თქვა გაიაზე რე უმიშლით ნერვებს შვილებს შენ ხო კოლეგა ჩაგიჯი კოლეგა რა ჩემ კოლეგობა შეჭრა კოლეგა რა აი მე დიახ კოლეგა ჯერ ვიც კოლეგას მეძახის ესა კალა מחარა მარტო კოლეგიალობით არ კმაყოფილდება უფრო მეტი ხარ შენ מחარას გადაგებული მოხდა რა ჩემი აზრით შენ უფრო მეტი გუზე ის მოხდა ვინმე გადაჭეხილი გეყოლება ნებისმიერ რამე კოლეგა ნებისმიერ რამეს რაც ვიტყვი და ემოცია იქნება დარბაზში מחარა უცბად ტრუსიკიდან ამოხდება იმიტომ რომ რა მხოლოდ מחარას ლაპარაკის მერე შეიძლება ემოცია კონდეს ხო სწორად მივხვდი არა ბიჭო არ გითხრა რა შეჭემა? მოიწრები თემის შეცვლა. არა, აღარ გავაღიზიოთ ეს ადამიანი. აღარ გავაღიზიანოთ. რუსეთია თუ რა? მაგარ არ გაღიზიანდეს რა, ანუ აი ესე. რა თქვენ ცოტაში ნაკლებად დაუკრათ ჩვენ რო რაღაცას ვიტყვით, იმიტომ რომ ღიზიანდება რა. ბიჭო, ისი რა? მაგარ არ გინდა, კალა თემებზე შეგვიძლია. აუ, აჩი ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობთ. აი ეს დავიწყე ლაპარაკ. აი ეს ახლა აჩიკო გადაცემას რო წერთ ხომ? აი მის ბრალი. ხო. ეხა ბაყაყმა იცოდა. ეხა რაზე ლაპარაკობთ? და ეხა ნახე, აი პირველივე თემა რა. ეხა ნახე რა. კაი თემები მაქვს. ამოურია. მოიცა, კაი თემები მაქვს ძალიან მაგარია. არ ამოურია. ეგ რა შუაშია ყველა თუ კაი და. აუ რა ხელაში. აი, ეხა ჯერ კაი თემა. რანაირად შეიძლება დედამო კაი თემა იწყებოდეს 1959 წელს. აი რანაირად. რომელ წელს? გო ჩერე 1959 წელს დამყარდა მსოფლიო რეკორდების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რეკორდი. ამერიკელმა მფრინავებმა რობერტ ტიმმა და ჯონ კუკმა აი მაინტერესებს სექსოლოგიის გაკეთებაზე მასწავლებელი ვიძახდა რომ აი ავიღოთ ვაგინა და ვატაკოთ ფალოსი აი ბა ჩემი კლასელები რო იცნობდნენ ხოლმე დაახლოებით კუკიზე ეგრე გაიცე გორში სექსოლოგიის გაკვეთილი წარმოიდგინე ხა ავიღოთ ვაგინა და ვატაკოთ ფალოსი ანუ ეგრე გიხსნიდნენ თან ავიღოთ ვაგინა და ვატაკოთ ფალოსი ფიზკულტურის სექსოლოგიის გაკვეთილი კონდა ფიზკულტურის მასწავლებელი იყო და ავიღოთ ვაგინა ავიღოთ ფალოსი მოიცა ფიზკულტურის მასწავლებელი სექსოლოგიასაც გასწავლიდა თუ თავის დაუნებურად გამოსდიოდა სექსოლოგიის არა ვატაკოთ ფალოსი ვინმე ხო უნდა მდგარიყო ბიჭო ანუ პირიქით უნდა ყოფილიყო ავიღოთ ფალოსი და ვატაკოთ ვაგინას მასწავლებელი ხალი იყო ავიღოთ ვაგინა ვატაკოთ ფალოსი რატომ ახსნევინებთ ხოლმე დიდები ხართ უკვე გოგოები ხო აი უფრო მეტი ჯონ კუკმა უწყვეტად აფრინეს თვითმფრინავი დაუწყდა რას კითხო უწვეტად აი ხოდა უწვეტად ანუ იქ არაფერს ვიგონებთ ის ეგრე წერს მართლა ექიმი უნდა ყოფილიყო просто აქ მოხვდა უწყვეტად აფრინეს თვითმფრინავი ამ დროის განმავლობაში დაასახელე რამდენი ხანი გაგზავნა ეს პირველ რიგში აჩიკოს აპლოდისმენტები საოცარი თემებისთვის ვაუ ესეთი საინტერესოც არ მეგონა ეხლა მე ეს რომ ცოდნო და იდო ამდიხას მე ლაპარაკს არ გავჭიმავდი მართლა რა დებილოებზე ლაპარაკობდით იქამდე ანუ 1959 წელს დამყარდა მოიცა რომელი წელია 1959 წელს დამყარდა მსოფლიო რეკორდების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რეკორდი ამერიკელმა მფრინავებმა რობერტ ტიმმა და ჯონ კუკმა უწყვეტად აფრინეს თვითმფრინავი და ამ დროის განმავლობაში. რამდენი ხანი გაგრძელდა ფრენა? რამდენი ხანი გაგრძელდა ანუ დილით ავფრინდით 12-ზე
და როდის და დააფრინდი? რამდენი ხანში დაჯდა ეს თვითმფრინავი? მე შემიძლია დაგეხმაროთ. რამდენი ხანი იყო ჰაერში? ახ როგორც ხელოსანი. ანუ ერთი წუთი, ერთი თვითმფრინავში იჯდა. მახარ სასჯელი რა არის? უნდა გააფრინოს ვინც. ოკეი. ფოკუსის გაკეთება. ან უნდა გააფრინოს. უნდა გააფრინოს ვინც წააგებს? რა. ანუ მახარას საკეთებთ ეხა გაფრენა არ იყო არ. პლანირებით ვაგინა ავიღოთ და ვატაკოთ ფალოსი, იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ანუ აგიხსენი ის ვერ ხდება. აჩიკო ზებია თქვა თუ? ერთდროულად, ერთ თვითმფრინავში ისხდნენ, ხო ეს? შენ ბავშვი არ ისხდენ, შენ პილოტი იყო. ორი პილოტი იყო, ამფრინდნენ და რამდენი ხანი იყო ჰაერში, რამდენი ხანი მიფრინავდნენ ესე. ეგ არის სიტყვიერა. ხო, 3 დათვისაჩი. მოიცა ერთი წუთით. მოიფიქრეთ. 48 საათი. მოიცა რატო ამო? ერთ ლოროთ 2 დღე რა. მახარ ყველ სამივეს მოგცემთ მაგ მინიშნებას. რეკორდების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რეკორდია. ანუ არ ჩამოსულა ნიკიდან ეხაც იქ არიან. როგორ უნდა გიყოს? ბენზინი არ ეყოფოდათ, ყალა ეგ დაიმახსოვრა. ყურადღება, მზად ხართ? მზად ხართ? არა, თუ დააკვირდეთ, არა, აჩი რა გააკეთა. იმან თქვა ძალიან ცოტა, მახარ. დაფიქრდი ხა. შენი გაფრენა არ გვაწყობს აქ. ძალიან შთამბეჭდავი 48 საათი არის ეგეც შთამ. ესე იხმარება ხოლმე. არა, მე პასუხი არ მithkoms. ჯერ. არა, ბენზინი არ ეყოფა. რა 48 საათი. ეს სამოჭრელი იქნება 48 თქვა თქვი. ძალიან ბევრი ჩემია. ძალიან ბევრი იქნება ხო. აი გაიწელა ძალიან, გაიწელა. ბევრი იქნება. ნავეთი არ ეყოფოდათ. ყურადღება, ვითვლი 3-მდე. დავაი. 3, 2, წავიდა. დღენახევარი. ეხა რიგრიგობით? 60 საათი ვთქვი მე. დღენახევარი. დღენახევარი? ყურადღება. შენ თვე? კაი, გავაფრინე მე ვიცი. შესაძლებელია. ყურადღება. პლანირებით. ყალა, შენ ყველაზე ცოტა თქვი, ხო? არა, მე ვთქვი ყველაზე ცოტა. 60 საათი. ხო, დღენახევარი საათებში უფრო ცოტა გამოდი. აი, მოკლედ თვითმფრინავი საწვავი ისებოდა მანქანიდან, თვითმფრინავის საწვავი. ეგ რა არის ხა. და დაფრინავდნენ 64 დღის განმავლობაში. აუ, აუსტი. აუ, ორი თვე თქვი შეჩემა რა. მანდ რაღაცა უნდა იყოს რა, მითითებული ხა. საწვავზე თქვით და საწვავი არ ეყოფოდა მეთქი და ეგ რო გავაჟღერეთ, მე მოიცა მანქანა ერთს. ნუ, ჩემი აზრით ამ შეკითხვის დამწარი აფრენს ყველაზე მეტად, მაგრამ მე მაინც შავეკითხები. მანქანა ივსებოდა ანუ? ნახე თვითმფრინავი ჩამოდიოდა ქვევით ხმელეთთან ახლოს, მანქანა მოსიარულე მანქანა ზეგში ყოფდა იმას რა. მაშინ ეგ როგორც მახარას შეუსწორე, რატო არ შეგვისწორე? ყალა, ხშირად არ გჯერა ხოლმე ჩემი და მე ხო გუგლავდი. არა, ლაშამ წააგო, ლაშამ უნდა გააფრინოს, მე რა მენაღლება, პროსტა გადავამოწ. ლაშა, აბა მე გავაფრენ 260 კაცთან ერთად დაახლოებით 5 წუთში. ხედავ თქვენ ჩაგთოთ. ერთად გავა. კარტები არ გახსნათ. ვერაფერს ვერ გააფრენ. ხო, რაღაც ნომერი მაქვს მომზადებული, სადაც განსაკუთრებულ ეპიზოდზე მარტო კალასთვის და მახარისთვის რო არ მეჩვენებინა ფოკუსი, ჩვენი თითოეული ადამიანის ჩაერთვება და თქვენც მიიღებთ მონაწილეობას, უბრალოდ აი ეს კარტები უნდა შეინახოთ აუცილებელია. თუ არ შეინახავთ, უბრალოდ ვერ მიიღებთ მონაწილეობას. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ლაშას დრო იწურება და გვაქვს ისე დარიგებული. დავემშვიდობ, ლაშას ვერ მოასწრო ფოკუსის ამწუხარო. ლაშას დრო იწურა პროექტ ტოვებს მეგობრებო, დაუმესიჯოთ. თუ დაურიგდათ, ანუ რაღაც რაოდენობა დაგვაკლდა, როგორც ვიცი, მასკას რო იხსნით. და დაურიგდათ. თუ დაურიგდათ, მაშინ შეგვიძლია რომ მოიცა, ერთი თემაც ხო არ ამოვიღოთ და მე არა, არა, ეს ძალიან მაგარი იყო, რაღაცა. ერთი მე ამოვიღებ, გინა გიორგი? არა, ლაშამ ამოიღოს. აჰა, ლაშას დრო იწურება და ლაშამ ამოიღოს. წინა გადაცემაში რომ 1 ევროიანის გამო რომ ეს დავშალეთ გახსოვთ თუ არ გახსოვთ? დავაი, ეს იყოს. ეს არის 1 ევროიანი რა. ახალი თამაში, სახელობანა. ეს თამაში ვიცი. რა უნდა გადმო 1 ევრო არის 260. 3 ლარი. ახალი თამაში სახელობანა. რიგრიგობით ჩამოთვალეთ ადამიანების სახელები, ვინც ფიქრობთ რომ ესწრება დღეს ჩაწერას. პირველი თქვენგანი ვინც იტყვის ისეთ სახელს, რომელიც არ იქნება დაისჯება ყუთში მოთავსებული სასჯელითო. ყუთში მოთავსებული სასჯელი დაგჭირდება. აქ თუ სხვაგან. არა, მე მაქვს. სცენის ანთება დაგჭირდება და გულწრფელობა მოიცა დაგჭირდება. რა სცენა ერთსამი სიტყვებს ვერ არჩევ. რა სცენის ანთება ანთებულია? ანუ აუდიტორიის. აუდიტორია. აი, ვინ იწყებს? ვინც ანუ მალე რო ჩავაკროთ რა. თქვენ სახელს რო იტყვის ხელი აიწიეთ. ვისი დროც იწურება იმან დაიწყოს. გიორგი. ყავს. აუ რა, ნინო. ვიცა, კალას ჯერია. ბოდი. აი, იყოს მახარას ჯერი იყოს, ჯერ. ნინო ხო? ნინოც არის. არის ნინოს. მარიამი.
ყავს მარიამები. შენ რატო არ იწევ ხელს? თამუნა. აი, ჩემი ჯერია. რა ხდება? ჩემი ჯერია. მაგარი დააკამბექე ბოლოს ერთმაცი. თამუნა ისე. ნიკა. რაცი? ნიკა, ოკეი. ჯაფარას რა ქვია იხსენე? აუ, ერთი წამი რა, საათის ისე წავიდეთ რაღაცა. ვინ არის? ნიკა, ეხა შენ. კალაშჯერი იყოს და მე შენთან. სანდრო. არის სანდრო. ვოვა. ნაბოზა. ატო. გამოულიე რა. გოუთი. ვისი ჯერე, ჩემი ისევ? ლევანი. აი მე ერთი? არა, კაცო 2, 3, 4. 4 კაცი. კიდე ხელს არ წერენ ვიღაცები. ტასო. ოკეი. ტასო არ არის? ერთის იმედად თქვა, მაგრამ რამდენიმე აღმოჩნდა კიდე. ანა. ბევრი ანა. ლუკა. შენ ძმა არის. ირკა. როგორ? მახა. ჩამოუყვა შინაური. მახარ ოპერატორებს რო გადახვალ ხა. მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად ისეთ სახელები ამოვწო. ვერ გავიგე რა თქვა. ირკა. ირინა. ირინობით ალერსობის ფორმაში. კი ბატონო. ანუ ყავს ხო ეს ადამიანი? კი, აი აქ არის. კარგი. ირინა თქვი მაშინ ხო რაღაცა უკვე კირნობიძე გადავდივართ თუ რაზე ელენე. არის. აი ბიჭმა საწია ხელი, აი. ნანა. არის. და ნონა? არ გამომა. აი მე? არა ის მეორე წევს ხელს. ის მეორე წევს. ორი სახელი აქვს. ნონა ნინო ვაშაყანზე. თავისუფლად შეიძლება, ბიჭო. მე რთულებს უბრალოდ ისე ვთქვი თორე ხა. აი, ჩემი მოსახელე როგორ არავინ არ იქნება, ლაშა. საბა. არის. აზარი არა. ნიკა. ნიკა იყო. მე ვთქვი ძმა. იყო. კაი, მაშინ ედიშერ. ედო. შენ გიწევს. ედო იქნება, ედო მაინც იყოს. არა. ერთი კაცი არის ეგეც, ვიცი რა, მეტი არ იქნება. აი ის გოგო წევს კიდე ხელი. აწი არ წამაგებინო. შუბლი ვიყო. ხელი აციგებ. მოვალ ედიშერი არ იქნებით. არ წამაგებინო. არა, ედიშერი რა გიწერია? ედიშერი. მე რა თუ რა წიც, რა თუ მალავჩა. აი, ჩემი ჯერია. სანდრო. შე დამპალოში. სანდრო არ იყო სანდრო. იყო, როგორ არა ჯაფარას უყურებდი და თქვი. მართლა მაპატით. კარგი. დიმიტრი, დიმა. არის, აი იქით ერთი. ოპა, უკვე თითო-თითოზე გადავედით. დავითი იყო? არა, მაგრამ ჩემი ჯერი იყო. დავითი. მადლობა რომ გაარკვიე, მაგრამ დავითი იყო თუ არა? აჩი. დარბაზში უნდა იყოს. ჩადი. არ არის აჩი? აქან უნდა იყოს? არჩილი არ არის არავინ? არჩილი თავის. არჩილი არ არის არავინ. მახარ შენ ძალიან წურა უკვე. რატო? რა სწურავ წააგვა? ეს არ უნდა ჩაითვალოს ჩემი აზრით. ანუ მაშინ ეთოლება, ანუ შენი აზრით კი არა, არ ეთოლებს. მოიცა რატო? იმიტომ რომ დარბაზში აუდიტორია ავანთეთ. ბექა. მაშინ ბექა. რა? არა, მე მგონა აჩი ითულებოდა. არა, წააგე מחר. ისე ვაჩიმ წაგაგებინა מחר, ანუ. ანუ რატო წავა? ისე ვაჩიმ წაგაგებინა. ხუთიდან გამოვიღოთ რაღაც და გავუკეთოთ თუ როგორ იყო? აი ეს იქ ეწერა რომ აუდიტორიიდან თუ დარბაზში. კი, აუდიტორიდან ეწერა. არა, არ ეწამე. არა, ეხა მოიცა. რა ეწერა? ფურცელი სად არის? სად არის ფურცელი? ფურცელი. წაი. შეჭამე. დარბაზი ეწერება და გააჯვავთ. კალა ხვამბაღლა? დარბაზი წერია? არც აუდიტორი არ წერია და პაკა. რიგრობით ჩამოთვალე. სივრცე წერია თუ ოთახი. ადამიანების სახელები, ვინც ფიქრობთ რომ ესწრება დღეს ჩაწერას. ესწრები? აუ, ეხა დაგინც, ეს ხალხი მე მიჭეს ხო? ეგრე გეთქვა. თქვენ ეხა და ბიჭო, ჩესა. ლაშა. შენი ჯერი. თიკა. ეგ არის. არა, აწეული. გაიმაზა. რა, სად არის აწეული ხელი? არ არის? არ არის.
აგე თიკა ძალით არის მოიცა აი არის ვინ არის აბა პასპორტში რა გიწერია თიკა აიწია კიდე აჰო სათიკა თიკა არის ირკა და ის ირკა უწერია პირადობაში იგივე ხო გადააკეთე თიკა ერთი გავწურე მარტო ერთი ადამიანია ეგრე უწურა მე სათითაო სულ და რა ვიცი შოთა ეხა ტელეფონში რომ ჩავიხედო ალბათ ძალიან ბევრი სახელი იქნება მოწერილი ეხა შოთა ლითანა ubახუნებს იქიდან წეს და წეს ერთი შოთა კი შოთა არის ეხა მეტაჟი ესეთ ჩელენჯი მაქვს ისეთ სახელი გამახსენ და გამორიცხულია რომ აქ არიჯდეს ახარაჟერია ჯერ ჯითუჯი არიჯდება თან ეგ სახელი არა არა ზუსტად წესით უნდა იყოს რა ეხა ბეჭვის ხეზე გავიდა ისეთ სახეს ვიტყვი რომ ერთი უნდა იყოს რა თაზო თამაზიანი თაზო გასულია ეთყობა ვისი იმედიც ქონდა ხმაში არავის არ ქვია თან თაზო ხوار გეძახდა ბავშვობაში თაზოს ვინმე შემთხვევით თაზო მირეკავს შეძმობას ვიცო კითხე აქ ხო არა შეიძლება აგვიანდება ორი წამი თუ შემოსასვლელია შემოვიყვანო ბიჭო ერთი ნახდად არა ხარ თამაზი არავინ არა არავინ არა კაი მაგის დედა რატო ეხლა რომ ჩამოვიარო პასპორტებით ბიჭო თამაზი რა გიტყდებათ ნუ გიტყდებათ ბიჭოს აი შეგვიძლია ჩავაქროთ აუდიტორია მაინც מחარას უკეთდება ეგ ისა ხო კარგით მთელი საქართველოს თაზო გიორგი და ერეკლეა ეს თუ შეიძლება ფოკუსის მერე რო გაიკეთოთ ფოკუსის მერე რო გაიკეთოთ სუნი ჩავიდო თვალში ხო არა კისერზე מחარა ოღონდ ფოკუსის მერე რო გაიკეთოს სპირო ვერ დაინახავს ამით ხო ამასობაში ლაშამ შეუძლია დაიწყოს კი თავზე გაიკეთე ამას ჯერ ლაშა ის არის ავიზე და დავინახე არა თუ ეგრე გეკომფორტულება ძმა აი ლაშა დავიწყოთ შენი ამბავი ესე იგი מחარ ნებისმიერ აქედან რომელიმე აიღე რომელიც შენ გაგიხარდება კალა შენც აიღე რომელიც გაგიხარდება ხალხმა ჯერ არ მოიღოს ხო ის ხო შეგიძლიათ ახლა უკვე ამოიღოთ ოღონდ კარტი ხელში დაიჭიროთ შეგიძლიათ მეგობრებო გახსნათ ცელოფნიდან ამოიღოთ 4 კარტი უნდა გქონდეთ აბსოლუტურად ყველას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა კარტები გიჭირავთ ხელში თავარი რომ 4 ცალი გქონდეთ და მათ ვიც ახლა გვიყურებს ეკრანებიდან სახლში სხედან და კომფორტულად უყურებენ მათაც კი შეუძლიათ რომ მიიღონ მონაწილეობა მთავარია სახლში 4 ცალი კარტი გქონდეთ ძველი კარტიც რო გქონდეთ წინა რიგებში რატო არ გიჭირავთ კარტები არ გაქვთ არ გაქვთ ესე ღირსები არ იყავით კიდე დაგვაკლდა აჩი გავქნას არა უშო მაშინ დატკბით შოუთი დავამატეთ კიდე კარგით 4 ცალი კარტი გაქვთ შეგიძლიათ აურიოთ როგორც გაგიხარდებათ მაგრამ როდესაც დაამთავრებთ კარტების არევას დაიჭირეთ ორივე ხელში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ისე რომ უყურებდეთ თქვენ კარტის უკანა მხარეს ან უკანა მხარეს უნდა უყურებდეთ ასე დავიჭიროთ ყველანი შვენიერი ახლა 4-ვე კარტი ჩვენი ძალის დემონსტრირება უნდა მოვახდინოთ და შუაზე უნდა გავხიოთ მარტივია გაახიეთ და განაცალკევეთ ერთმანეთისგან აი ესე განაცალკევეთ ერთმანეთისგან არ დაყაროთ ის ხო დაგხოცავთ მახარ არასწორად ხევ სიგრძეზე რატო გახიო ჰორიზონტალურ მდგომა აი გქონდეს ეგრე ესე გქონდეს ესეც გამოდის აი არ ვიცი მაგრამ მაინც ვცადოთ מחარ თუ არ გამოგივა შენი ბრალია ძმა მარტო ორ გითხარი მოიხსენი ეგ სათვალეები მაზიანი მაქვს წაგებული აი არა უშავს ახლა თქვენი მიზანია რომ წარმოიდგინეთ ეს არის მარჯვენა ფაილი რომელიც მარჯვენა ხელში გიჭირავთ ეს არის მარცხენა ფაილი რომელიც მარცხენა ხელში გიჭირავთ რომელიმე ფაილი უბრალოდ ზემოდან დაადეთ მეორეს უბრალოდ ადეკით და ზემოდან დაადეთ მეორეს ახლა აიღეთ დასტის ზემოდან 1, 2 და 3 კარტი. 3 დახეული ნაწილი, 1, 2 და 3 კარტი და შეაცურეთ სადმე შუაში. არც ზემოთ, არც ქვემოთ, შეაცურეთ სადმე შუაში. ყველანი ვაკეთებთ გელოდებით სადმე შუაში შეაცურეთ სამივე ნაწილი. מחარ ანაირი ნაწილები გაქვს. დამაუწყდა რომ ეთქვა თქვენთვის, მაგრამ არა უშავს ეხა არის იდეალური დრო ამის გასაკეთებლად. სულ პირველი კარტი, ანუ ზემოთ არსებული სულ პირველი კარტი აიღეთ. არ შეხედოთ და სადმე ჯიბეში ან ჯიბესთან შეინახეთ. არ დაგეკარგოთ, არ შეხედოთ პირველივე კარტი. აიღეთ და სადმე შეინახეთ, იმიტომ რომ ნომრის ბოლოს დაგვრჩირდება. არ დაგივარდეს מחარ. შვენიერი. ვაგრძელებთ. ახლა თქვენ შეგიძლიათ დასტის ზემოდან აიღოთ
1, 2 ან 3 კარტი. ვიმეორებ, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. აიღეთ 1, 2 ან 3 კარტი. აიღეთ დასტის ზემოდან 1, 2 ან 3 კარტი. და რამდენ კარტსაც აიღებთ, მოათავსეთ სადმე შუაში. არც ზემოდან, არც ქვემოდან, სადმე შუაში მოათავსეთ. შეცურა სადმე შუაში מחარ. შვენიერი. ახლა აიღეთ პირველივე კარტი ზემოდან, პირველივე კარტი აიღეთ და თქვენს მეზობელს გაუცვალეთ. შენ ვერ გაგიწლი, მაგრამ მე შენ გაგიწლი. გინდა გაგიცვალო მაინც? ლაშა მე რა ვქნა? შერაქნა. აი თუ არ ყავთ და კენტად დარჩით, არ არის პრობლემა, არანაირი პრობლემა. შეგიძლიათ ეს კარტი რამდენჯერმეც გაცვალოთ. თუ არ ყავთ მეზობელი, არ არის პრობლემა. უბრალოდ ეს აღებული პირველივე კარტი სადმე შუაში შეაცურეთ. מחარას შეცურებული კარტი. სადმე შუაში შეაცურეთ, როდესაც დაასრულებთ, ან არ გაცვლით კარტს, არ არის პრობლემა. და ბოლოს, ახლა თქვენ შეგიძლიათ აიღოთ დასტის ზემოდან 1, 2 ან 3 კარტი, ან საერთოდ არაფერი არ გააკეთოთ და დარჩეთ იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ხართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ან საერთოდ არაფერი არ გააკეთოთ, ან დასტის ზემოდან აიღეთ 1, 2 ან 3 კარტი. და თუ აიღებთ კარტების რაოდენობას, ვინც აიღებთ, ისევ სადმე შუაში შეაცურეთ. შვენიერი. მე მგონი სწრაფად არ ვამბობ, ყველანი მომყვებით. ახლა ამ არსებული დახეული ნაწილებიდან რენდომ პრინციპით რაღაც ერთ უნდა დავიტოვოთ, რისთვისაც ყველამ ერთად სულ პირველი კარტი ზემოდან აიღეთ, სულ ბოლოში მოათავსეთ სულ ბოლოში, ხოლო შემდეგი კარტი ზემოდან სადმე გადააგდეთ, ან გვერდით გადადეთ, არ გვჭირდება. წესით ეს უნდა ავაგდოთ და მაგრამ რო არ დავანაგვიანოთ. ვაგრძელებთ ისევ. პირველივე კარტი ზემოდან აიღეთ, მოათავსეთ სულ ბოლოში. შემდეგი კარტი ზემოდან აიღეთ და სადმე გადადეთ, აღარ გვჭირდება ეს. ვაგრძელებთ. ვიღებთ პირველ კარტს, ვათავსებთ სულ ბოლოში, ხოლო შემდეგი კარტი ზემოდან ავიღეთ, გადავაგდეთ. ვიღებთ პირველ კარტს, ვათავსებთ სულ ბოლოში. მე ვიტყვი რა, შემდეგი კარტი ზემოდან. შემდეგი კარტი არ გვჭირდება. გადავაგდოთ. ვიღებთ პირველ კარტს, ვათავსებთ სულ ბოლოში, შემდეგი კარტი ზემოდან გადავაგდოთ და ისევ ვიღებთ პირველ კარტს, ვათავსებთ ჯერ ბოლოში, ხოლო ზემოდან რომელი კარტიც იქნება, გადავაგდოთ. არავინ არაფერს არ შვებით. აქ როგორც აღმოჩნდა, თავიდან მითხეს რომ 200 ადამიანი იქნებაო დაახლოებით, მაგრამ 260-ზე მეტი ადამიანი ხართ. მაქსიმალურად ყველას დაგირიგდათ, მაგრამ დარწმუნებული ვარო თითოეული თქვენგანი ისე როგორც კალა და מחარა განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდით რაღაც ეტაპზე. მაგრამ ჩვენ ნომრის დასაწყისში რაღაც ერთი კარტი შევინახეთ. გთხოვთ ამოვიღოთ ეს კარტი და შეაერთეთ და თუ დაემთხევა ეს კარტები, ხელები მაღლა აწიეთ და გვანახეთ ყველამ ერთად. შეაერთეთ, מחარასაც კი გამოუვიდა. გამოგივიდა? ვა, მე ერთხელ ნანახი მქონდა, მაგრამ და ეს სამით არ დამთავრდა. აიღეთ ეს ორი გადახეული კარტი. מחარას გამოუვიდა? კი. מחარას თუ გამოუვიდა, შენც გამოგივა. რა იყო? თავი გადაკიდე თუ უბრალოდ ძალიან შთამბეჭდავი იყო. მართლა. არა, ორი წამი გავითიშე და ისე მოვედი. ბიჭო. აი ამ ლაშას დრო ამოიწურა სამწუხაროდ. სანამ מחარა გააკრიტიკებს და დაიწყებს ეს ფოკუსი როგორ არ მოეწონა და რაღაცა ძაღლის თავი სად არის დამარხული, ლაშას უღრმესი მადლობა გადაუხადოთ. მადლობა თქვენ. მადლობა ლაშა. მოსვლისთვის. მადლობა. ლაშა გვანებიურებს შოუებით. ლაშა გამოიწერეთ და დაალაიქეთ, იქ ვარ ფისასვლელები. რევანშზე, სხვათა შორის 15000 ლაიქზე ავიდა უკვე מחარ. თქვენი 5000-ია დარჩენილი. უკან მივდივართ. თქვენი ხელი უნდა გამ კვირა არც არის გასული 5 დღე გავიდათ 15000 არის და მე კი ვიფიქრე რომ მეთქი 15000-ს მოვიწვევ მე და მოკლედ რევანში იქნება ექსკლუზიურად ვიტყვი აქ აუცილებლად რა ძალიან ბედნიერები ვარ აი ეს კარტი დაკუჭეთ ეხა რაც შეიძლება წვრილად და ააწყეთ აბა მიდი აი ეს არის ფოკუსი აი
მეჯი. როგორ ვერ აიტანა რომ ვიღაცა მაგარი რაღაც გააკეთო და ეხლა არ იყო მაგარი ბიჭო, ეს არ იყო, ეს ჩვეულებრივია. რეალურად. ამას ვაკეთებთ ხომ? გეტყვი გორში. შემდეგი სტორმარი დენი ხო წავიდგინე. იყო. რა იყო? რუბელინგს ხო ჩავჭრიდით. Magic. სიბნელე. შენი დედა შვიჩო. აი, ეგ იყო. შემდეგი სტუმარი, აჩ შენო წარადგენთ თუ ჩვენი შემდეგი სტუმარი. როგორ სტილში წარვადგენ? ვინ არის შემდეგი? ეხლა მთხრა ტატუ არ გამო. მოდი. ვახტანგ ბაციკაძე ბაციკაძე. ეს შენ როცა გინდა მაშინ. ლაშას არ გაუყრია? აუ, ლაშა დაგუპე, შოუ ჩააგდე. ლაშა მე დამჩა შენი. განაირად. მომე. ლაშას დამჩა მე ეხა ვკითხე. ორი მექნებოდა მაგრამ კაი. რა ორი ბიჭო, კიდე ხმა დაიზგინდა შენა შეჩემა. სიმშვიდეში უნდა იჯნო აი. რა უკრა? კაცი შეჩემა. ტატო იყო მოიარა მთელი საქართველო. კეთო. მაგიდის დერბის შესარჩევი იყო და არშია მონაწილეები. გამარჯობა ხალხო. მეორე და რა თითქმის არავინ არ ჩანხართ, მაგრამ მაინც კაია. რო გითხარო წეღან შუქი რო ანთეს მეთქი რამე შეიცვალა არაფერი. ხო, მოვიარე მთელი საქართველო გამოვიდა, მთელი არა, მაგრამ ილაპარაკებს თავი. ეხა გამოყვება ეს თავის რაღაც ახალგაზრდობიდან რაღაცებს. აი, ის სხვათა შორის. შენ რაღაცებს რომ ეკაიფები, შეჩემა, იქ რო ზივარ და მიკროფონი რო არ მაქვს, ძალიან კაი პონტია, ხო? პასუხს რო ვექცემ. ეხლა ნახევარ დაგავიწყდებოდა. არც გიხსოვება. ტატო მაგარი ცუდი შეგრძნებაა, თუ ვიღაც შენს რაღაც ლაპარაკობს და ხმას შევეცე. მახარას სხვადასხვა ბევრი იუთუბერს ეგრე პოდკასტში ლაპარაკობს ხოლმე და ძალიან ცუდი შეგრძნებაა იმათვის, რომ მე მოდიან ხოლმე როგორც წესი და ხვევნა კოცნით და პროშნით თავდება ხოლმე გადაცემა. აბა თუ არ არის, თუ არის ვისთვის მიკოცნია შეჩემა. ანუ არავინ არ ყოფილა. რატო? ეს გაზ მესკენი აფეთქე თუ გასხი. არა, შეჩემა პროსტა. რაშლი შეჩემ. უფრო თესლი ვიდია რკინა რო გხდება. ისა, ტატო, აპირებ დერბში მონაწილეობის მიღებას. კი. ძალიან. ეს იყო სულ ამათი საუბარი ამ პროექტზე. იმიტომ რომ ახლა არის ძალიან მაყურებელი აი იმის შოუსი და მაგის ანუ რა აზრია ყურებას შეჩემა. შენთვის არანაირი აზრი არ აქვს რა. არა, ვინმე ხო უნდა იგებდეს სხვა. შენთვის იქნებოდა აზრი. ბოლო ხო ერთი ხრენი ამაი ტატო ფიზიკაზე რო იყო. არ მომიგია მე წავაგე ბოლო შეჩემა. არა, გავიგე 4 ჯერ ხო მოიგე. მანქანა რო თამაშდებოდა ეგ წააგო და სკუტერები და ისინი მოიგო ბევრი. მე ტატო ყიდის სხვათა შორის სკუტერს და ვერ ყიდის ძალიან დიდი ხანია. არა, მაიცა. რა საყენია ესეც იყიდება მართლა ეხა ტვინი მოხოცები დავაყენოთ იქ. არ ყიდდი აშკარა. რა პრინციპით თამაშდება ეს სკუტერი? ტატოსი რო არის იცის რო წამოვიყვანეთ სანამ ეს სახში არ იყო? სკუტერი თამაშდება პრინციპით. იღებთ $3,500 მოდიხართ და მოიგებთ. მაგას აჩი არ ვამბობთ ეხა თუ მაგდენი არ ღირს. ბოლოს. ოკეი. მახარა იტყვის. შენი ახლობელი თაზო ვიღაცა მოიგებს აქ. ხო იცი რა ამბობს ავტეხ. თაზოსთან არის თაზო რო ეძახი. ეგეთ მოიგებს ვიღაცა. ლაშასთან დაგვავიწყდა ის ასოციაციები. დაგვავიწყდა რა, აჩ დაგავიწყდა. ტატოსთან ვითამაშე. წავიდა ხო არ დაურეკოთ მოვაბრუნოთ. აღარ არის. წავიდა კარტებს კლიფავს და მოვა ეხა. ასოციაციების თამაში გვაქვს? იცით ალბათ ხო ის რა ქვია ეხლა უნდა ვითამაშოთ ეგა? როცა გინდა რა. არა. რა კიდია მაინც წააგე. დღეს არის ბოლო შანსი რომ მონეტა შეინარჩუნონ ამათმა. და ვის მოდი ჯერა და ვის შევა მონეტა გადავწყვეტ. არა, ეგ თუ დაგრჩებათ ბოლოს. ჯერა მოუგოს ჯერ. უიჭველი დაგრჩება. არ მინდა შენი იყოს. დარბაზდა და 260 კაცმა თუ ბლოკეთ ეხა სიტყვები? წაგება კიდე. როგორ წარმოგიდგენია 260 კაც სიტყვას ბლოკავს? თელი ისა რა ქვია. სამარისებული სიჩუმე დარბაზში. ერთი კაცი მაინც თუ იტყვის, უნდა დაიბლოკოს. ეხა იხილავთ აფერისტობის პიკი როგორი არის რა? აი ეს არის. ეხა მოუწვი რომ მე მოგება შემილია მაგისი? მაგის მოგება შეგიძლია რა ეხა? აი შეჩემა რამე დატოვე შულო. არა, იმიტომ რომ წინაზე რო ვიყავ იქით ვიჯექი და მე ვერ ვიგებდი. ვიღაცთვის არ უნდა ვინ არის ყოლა ჯანელა იყო. ეგრე გაუტიფარდი? ჯანელასთვის არ უნდა მიგვეცა და არ გავატანეთ ძმაო, იმიტომ რომ კალას ძალიან ეწყინებო, იტირებსო და შევინარჩუნე. აუყევი ამას. დავიწყოთ, მოდი ერთი, მაგით დავიწყოთ და მე გავაგრძელოთ საუბარი. მაინტერესებს აი ცოცხალ აუდიტორიასთან როგორი იქნება ეგ თამაში. მე უნდა სიტყვა მოვიგონო? უნდა მოვიგონო. დავიწყოთ, სიტყვას იგონებ, თამაში 2 ქულამდეა. თამაში ფულ პოდკასტის ოქროს მონეტაზე. აი რომ ცადო მოგება, ჯერ არ მომაგებინებთ ვიცი.
მაგრამ მე ამის წუწუნს აიდან შეჩემო. არც მინდა, ეხლა დავფიქრდი არც მინდა. უხერხული. დატო, მახარამ რაღაცა უკვე მიანიშნო. აუ ის იქიდან უკვე მიანიშნა ხო უნდა იყოს. სიტყვა არ მithვამს და ასოციაცია ხო უნდა იყოს ეხლა. მაინც ეგ კონდეს. ეგ კონდეს. უკვე გაქვთ რაღაცა? ვაი და რაღაცა ეგეთი. თაგვი. რა? ტრაქშქვა, თაგვი. ჯახსენის. სახსენია. მარტივია. თაგვი. რაგვი. თაგვი. ო, რაგვი, თაგვი. კაი. მე მგონა რამე იქიდან მოიგონა. თათვი არა, თაგვი. თაგვია. დერბიდან წამოათრია რამე არა, ტომიჯერი. ეს თქვა გითხრა რა. ტომიჯერი. თაგვი. ვირთხა, თაგვი. რატო იძახი? არა, არ ვიძახი. შეიძლება ეგ გვეთქვა. მე ალბათ მაგას იტყოდით ხო. ვირთხა? შენი ვირთხა რა. რა წუნია? ვირთხა. კაი, თაგვი. მოიცა. რა? ტატო. ხო ვერ დაინახე რაღაცა მია. ბიჭო, ძალიან პასიურია. შეჩემა უთხრა ფაქტობრივად ეხლა წუნიაო და. რა მიხვდა. მაგრამ პასიურად ხარ ძალიან, ცოტა აქტიურად უნდა დაუბლოკო, ხო? ბიჭო, მეძინება. მართლა ეხლა კალამ არ დაამთავრა, ვერ დაამთავრა, კი არა, დაიწყო, მაგრამ რა ყვირი? ბოლო ორი კვირა ისეთი რეჟიმი მქონდა, რომ ძალიან დაბრედილი ვარ. რა შეშინე წუნია ვერ გავიგე და იმას ვეუბნები შერაშუაში ხარ. ჩამოსულ ცალკე დგომი ხო? თაგვი, ხო თქვი, თაგვი. მოიცა არ ვარ მე მზად. რა არ ხარ მზად შეჩი. რა რომელი ერთი მინიშნება? ვირთხა დაიბლოკა და წუწუნა დაიბლოკა და რა. უკარ ნახა ხო? უკარ ნახა რა ცდილობს. დავაი, კაი. ერთი არა, ტატო. არა არის. არ არის უნდა მზად, გეტყვი. ამათ უნდა თქვან რომ მზად ვართო და მე შეგიძლია. ატვაკეთ რა. დავაი, კაი. ყველაფერს ეგრე ვერ იტყვი. ძალიან მაგარი მინიშნება იყო, დავბლოკო ეგ სიტუაცია ხლა შემილია? კი, შეგიძლია. თუ რამე დაუტოვო? შეიძლება დრო მოგვეცემა მე. საცოდავებს დაუტოვო რამე? მიდი, დაბლოკე. ყველი დაიბლოკა. ყვერიც. რამდენი ხანი ბლოკო ხა ეს სიტყვა? აი, დავარ. ანიშნა შეჩემ. აზე ხარ ბიჭო, არა ეს გავმაზებს ვერ დავინახე. დაითვალე. ვერ დავინახე, შეჩემა. არ ვიცი ტელეპათიური ნიჭიბჭიდება. ხო. გად ხარ? ესე აი მართლა, მინდა რომ გულწრფელი ვიყო ჩემ თავთან. მიდი. 1 2 3 კატა. მაგ მინიშნებას ველოდები 20 წუთია შეჩემა. კატა თქვი რა. ჩამოთა. რუწუნა. ტომი ჯერიში გახვედრებდი ის ხალი მოკლე კაბენ ხალი რო დგას. შეჩემა მაგას. რო ეგ თქვა თრე. მაგას როგორ ანიშნებდი შეჩემა? ორჯერ ავიწი ეკაბა მალე. ტატო ორამდეა 1-0-ს აგებ. ჩოა. მართლა? მე ჩვენ 2-0-ს წავაგებ. ეხლა აღარაფერი მიკარნა ხო იცოდე? გიორგი. მახარ გინდა მართლა გაიკეთო ისა? მართლა გულწრფელად. გააჯვი ეხლა ახედა. ერთი წელი მაგიტო ვიბრძოლე რომ მონეტა დაგვრჩენოდა და აუ მახარ. მართლა აი. ეს მარტივია. პლუგენ გეგე ხოლენი. ბორდელი. ბორდელი? შევ ეგრევე. მიდი. რა? ძალიან მარტივი. კაი, დაუთვალე. ტატო დაუთვალე. 3 2 1. ბოზი. ნახე, შეიძლება მეძავი ეთქვა რომელიმეს. აი მე პარიკმახერი შემისწორდეს დალაქიო და მეძავი ხო. ბიჭო, ამათთან ერთ-ერთი ეგ შანსი იქნებოდა. მეძავი პროფესიაა და ბოზი ხო და ტატო, რა ხდება მაგიდის დერბიში? უი, დალაქთან სხვათა. აი რა მაგიდის დერბიში შეჩო, დალაქთან. რა მაგიდის სპონსორები რა სიტყვიან, ბიჭო, რას ამბობ? ბიჭო, აღარ შემილია შეჩემა ორი კვირა მაგ თემაზე ვიყვია. უარ შეგიძლია რას თამაშო, მე გაძალებ შეჩემა. არა, თამაში მინდა პირიქით. ეტყვი მაცადე, გადავალ მაგიდის დერბის გეტყვი. რატო არჩევ შენ? მაგენ დავიწყო. ხო ვინ ხო, არ ვიცი. ეგ არ ვიცი, ხო. შენ არჩევ ის და ეთამაშო მე. ხო, ცოტა ეხავს. მაგრამ რა ვქნა ხო, მითხეს ეგ ეკენიო და. ხო და რა პონტია მაგ. არა, ეგ ხალხი ვიღაცა განავს, მართლა. აქ ვიღაცა უსწავლელ იმაზებს ეჯიბება. დიდი იმედი, სვაშო ძალიან მაგარი სეზონი იქნება სავარაუდოდ. ყველას მე მგონი ჯერ ვერ ვიტყვი ვინ მონაწილეობს. მე მგონი არ ვიცი შეგობ მაგრამ ვინც მონაწილეობს, ანუ ვინც მოიგო შესარჩევები. ჯაჯაინძე გია. ძალიან მაგრები არიან ყველა და ვინც ისე იღებს მონაწილეობას, რამდენიმე გვემატება, ტაფსონა გვემატება ერთიაც ვიცი ნაღდა, ტაფსონა ითამაშებს და როგორც ვიცი, ასევე მინაშვილი აპირებს დაბრუნებას, ასე რომ და თამაშს წინა სეზონში არ იყო და ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი სეზონი იქნება, ძალიან საინტერესო გააჯვი, გაჩუმდი ერთამ. ძალიან საინტერესო სეზონი იქნება მაგიტო და ძალიან ვისაც აინტერესებს, ძალიან კაი საყურებელი იქნება. ეგეთი. მაიცა. დალაქზე და პარიკმახერზე მინდა რა თქმა. მე ვიკაიფე იმაზე რომ ამარო თქვა ათლარად ვიჭირდიო და შენ რო უთხარ სად
მე პერიოდი მე სამლარად მაქვს შეჭრილი თმა. არა, გაქვს არა, ეს ეხა იჭრის. შენ კუპონებზეც გაქვს შეჭრილი, მაგრამ ანუ მაგაზე გამახსენდა რომ სხვა რაღაც არის. სამლარად მაქვს თმა, ანუ სამლარად ჭრიდა ის. კუპონებზე გაქვს შეჭრილი მართლა თმა? გორში ოლეგა აჭრიდა ხოლმე სამლარად. კუპონები რო იყო და ჩემი ჭრიდა ეხა მაშინ მაშინ წერი არ მქონდა, თო წვესაც შემჭრიდა. კუპონები რო იყო ისეთ ცხოვრება იყო რომ რავი ეხა თმა არ იყო ეგეთ საფარიკმა ხეროში არ დადიოდი თუ ძღოლი არ გემსახურებოდა. აჰა, დაახლოებით ეგეთ ცხოვრება იყო. და შენ ძღოლი ხო გემსახურებოდა? მე ძღოლი არ მოსახურებოდა. ხოლმე ბავშვობაში ეს. კიბე მქონდა ხოლმე შეჭრილი რაღაცა. ხო, დედა ჩემი ჭრიდა რა. ხო და იმაზე იყო. კუპონები როცა იყო. ამ პოდკასტის ფილარმონიაში გაკეთებამ გაიჟღერა სხვათა შორის. ისე რას ფიქრობთ? ვის ეკითხები შეჭომა ხალხი ამოსული ბილეთში ფული გადაიხადა რა ხმა ფიქრობ? ვისაც ბილეთი არ უყიდე ემას უნდა კითხო. იმიტომ რომ 2000 კაციანი ის არის. აუტანელია. ის არის ეს ეხა თავის ეგო მოიფხანა. არა, მე მაინტერესებს ეს 200-მა კაცმა რომ 3 კაცი წამოიყვანოს უკვე რაღაცა 1000-მდე ავდივარ. 20 არ ვინდა ბილეთები გაუხიდავი და ჟანდენეტევა შენ გეცვენებ. ფილარმონიაში შედება 2500 კაცი. და 50 ლარი ეღირება ბილეთი. ანუ სუპასოთ ხვალი. ტაშმა მოიკლო. ნახე, არა, ეხა ნახე. ფილარმონიაში ხარჯია. ანუ 125000 ლარია შეჩვენ. ჩაიჯვით. ჯიბეში უყოფ ხელს. შენ ან დერბიზე მოვდივარ გეუბნები? ჰა? იდეა ძალიან მომეწონა. ხო და არა, მე ტატომ თქვა რომ ბიჭო, ეს ორშაბათო, ეხლა ტატოს გაუსწორდა რომ მოვიდა ორშაბათობის ლაივიც გავაკეთო თუ რაღაც ეგეთიო და. აი აქ არის. ანუ ეხლა მითხრა რომ მახრამ დააჩიკომ ეგრევე თქვენს რომ არა, ორშაბათობას მაგდენი ხალხი არ ეხლა არის პოდკასტი და ორშაბათობის ლაივი. ოღონდ ერთად. აი დილიდან დილამდეო იდეა გაიჟღერა ეგეთი. ჯავახას მოვიყვან. ვინ გაუძლებს? ეგეთი ლაივი იყოს რომ ვინ გაძლებს? სვლადი იქნება. სვლადი, ერთი ნაწილი წავა ხალხის, მე მეორე შემო. რომიანი. მეგობრო, მე გადავალ ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადაცემის კვლავ აჩიკობ საოცარი თემები. აკალა იმენა დამასწარი მართლა ვაპირებდი ხა. რაღაც ორი ამოიღე ხოლმე და გადაყარე. მე ვარ ხოლმე გადაცემში დაიშველებოდა. მოვიღებდი. აუ რამ ხელა ტექსტია. სამსახიობო თამაში. არა დაივიწყე. დაივიწყე არა დატო შენ ამოხოდი უკვე და ხარ ამ გადაცემის ნაწილი მორჩა. არა, მსახიობი, მაგარი მსახიობი ხარ ისე. მე ხო? აკალა წაიკითხე. ჩვენ ვართ სცენაზე. ო. შესაბამისად, ვინც ეს ფურცელი ამოიღო, კასტინგის მენეჯერია. ნახე, კასტინგის მენეჯერს დავავლე ხელი ეგრევე. აი მას დავავლე. შენ გააჯვი, არა, ვერ აგიყვან. მიკროფონი დაგჭირდა. დანარჩენი ორი კასტინგზე მოსული მსახიობები. კასტინგის მენეჯერის ფუნქცია გამოავლინოს ამ ორი მსურველიდან ვის უფრო კარგი სამსახიობო მონაცემები აქვს. აუ ჯეირანი გადავწყვეტ ხოლმე, ანუ რატო არის ეს კასტინგის მენეჯერი შეჩემა რა? მე მინდა კასტინგის მენეჯერი რომ. არა, ამისთვის უნდა მისცეს ერთი წამი რა. შენ ხარ მსახიობი, მე აქ კასტინგის მენეჯერი ვარ. ამისთვის უნდა მისცეს ნებისმიერი უცნაური სამსახიობო დაავლებები. საბოლოოდ არჩეული და გამარჯვებული მონაწილე მიიღებს სერიოზულ ფულად სარგებელს. ეს სერიოზული ფულად სარგებელი არის 30 ლარი ხოლმე, მართლა. პოდკასტში ვინმე სოიზახის ფული რო არა გვაქვს, სერიოზული მახარა ასლა 30 სოიზახის 30 ბიჭო, ლარი სადარი არ გინდა რომ შენ და შეეჯიბრო და მე აუ ტატო ძალიან მინდა, მაგრამ მე ამოვიღე პროსტა ეს. შენ უფრო ხარ მსახიობი, შენ თამაშობ სერიალებში მენეჯერი, აი როგორ მინდოდა, აი ერთი სული მქონდა და ბიჭო ვერ არა. ჩემი ცოლის დაკალებში თქვენ გაქვთ ნათამაშები და მაგიდან. ხო. შენ დერბი გაქვს ნათამაშები, ნაკლები მსახიობა აჩი შემიძლია რომ მიკროფონი ავაყენო და დაწინა. ნახე არა, აყენო არა. დავალება არის რომ იყავი ჩაიდანი მაგალითად რა. და ეს ჩაიდანს ამდგარი გააკეთებს თუ დამჯდარი თავისზე არის დამოკიდებული. შენი გადამოსახედიდან ჩემში რაღაცა ადგება და მე ავდგები თუ სხვა რა მნიშვნელობა აქვს შენთვის. შენი სურვილი დაკმაყოფილდება. მე მინდა რომ ისეთი ეტიუდი გააკეთო შესაც ლაპარაკი არ შეგიძლია. აი წარმოვიდგინო რომ ლაპარაკი არ შეგიძლია და ძალიან გინდა. პირი არ გაქვს. პირი არ გაქვს. და ლაპარაკი გინდა. ცოტა ხანი შეიგზენით. ანუ ტრაკიდან გამოვიდა ეხმა. ტატო კალა ერთ ჩევას მოგცემ დავალებას რომ ისცემ ორივემ გააკეთოს და მე შეადარე რომელი უკეთესად გააკეთოს. არა, ეხლა მივცემ ტატოსაც. სხვათა შორის პირი არ გაქვს, რო თქვი, გამახსენდა რომ ძალიან კაი მოთხრობაა ჰარლან ნელისონის, მინდა ვიყვირო, მაგრამ პირი არ მაქვს. თუ ვინმე წაიკითხავთ, გირჩევთ ძალიან კაი. ტატო, შენც არ გაქვს პირი ამ წუთიდან.
მეგობრებო, რამე შემოთავაზება ხო არ გაქვთ დარბაზიდან, რა შეიძლება ვათამაშოთ ეს ორი ბომბერაზი? პირი არა გვაქვს, ეგიცოდეთ. არავის შემოთავაზება არა აქვს ვაფშე. ჩემ ფანტაზიაზე იყოს? არა მოიცა win-win არის. თქვენი დახმარება დამჭირდება მაგ დროს რა. ზურგიდგანა ხო მან? მახარ არის ანგორიული კურდღელის ფორმაში ჩაცმული, მახარ შენ ხარ მედუზის ფორმაში ჩაცმული მონაწილე, რომელიც მღერის. ტატუ არის არა, ტატო კენგურუ არა, ტატუ არის ჟიური, რომელიც აი მედუზის ფორმას მოიხსნის დაიშოკები, რომ ეს ვინზის ანუ აიუსტო მაჩვენო, დამანახო. კაი, ვეცე. იმიტომ რომ ამ კასტინგის სხვაებიც მელოდებიან და ეხლა მინდა რომ კარგად დავიდე. ოკეი, მე ვარ ჟიური. შეცვალო. ხალი თუ კაცი? მაგ ეგრე გავწიროთ? არა, კაცი ხარ, ტატო ხარ. მახარ ტელეფონი და. ჟურიში ვარ მე. შენ ხარ ჟიურიში, მახარ ამ ღერის ეხლა სიმღერას. ან მაგადაცები ჟურიში ვარ ესე. და მე ხალხი დაგვეხმარება რომ მოიხსენი, დაიყვირებს. წარმოვიდგინო როგორია. მახარ მოიხსნის, ან ჩაიხტის, ან როგორც უნდა. მედუზიდან გამოვა. და შენ ამ დროს ხარ შოკირებული. და უმშვენიერესი მედუზა შეგვისრულებს სიმღერას. მახარ მედუზა ლივლივებს ცოტა. აჩიკო მაგარია, ცოტა ლივლივებს მედუზა. საცეცებიც უნდა მედუზა დამანახე, ვერ ვყედავ მედუზას. სხვა ღელავს მღერის მედუზა. რაიმე სიმღერა ზღვაზე მღერი რამეს. შავლე, ოიე, შავლე, შავლე. ვაიმე. ვინ არის? როგორ მეცნობა ხმა? პირამიდები. როგორ მეცნობა ხმა? ჰულელე. ბუდუ ხო არა ზივზივაძე, როგორ ძალიან მეცნობა ხმა, ვაიმე. ორი კაცი ხო არის შიგნით რაღაც. ერთი ხო არ უკანავს მეორე სიმწრო თანამებს შვებიან. ძალიან ნაცნობი ხმა. გაწიე შეჩო, ნუ მიშველ. რო ყანყალებ მაშინ მით უმეტეს. დასრულდა ნომერი შეფასებაზე გადავიდეთ. ვინ გონია ტატოში? მე ნანახი არ მაგ და არ ვიცი მე რა ხდება რომ დასრულდა. ვინ გონია? მე უნდა ვივარაუდო ვინ არის? შიგნით შიგრო აქ ხო, მაგრამ შიგნით ვინზის. ძალიან მეცნობოდა ხმა, ძალიან. და ორი ვარიანტი მაქვს სულ. აბა. ერთი მგონია რომ არ მაქვს ვარიანტი, მოიცადე. ვინ გამოდიან? ერთი მგონია რომ შეიძლება იყოს ბუდუ თქვა, ერთი ვერსია ბუდუ იყო. ერთი მგონია რომ შეიძლება ბუდუ იყოს. სასაპაჩუ. არა. სასაპაჩული არ დაგერიოს. არა, ერთი მგონია რომ ბუდუ შეიძლება იყოს და მეორე მანანა არჩვაზე გამსახურდია კი მედუზა მაგარის ხო მედუზა მისეს მინიშნება ვინ არისო თოდაძე მეორე მანანა თოდაძე მედუზა ეხა მეგობრებო მედუზა მოგცეს მინიშნებას ვინ არის შიგნით ისე კარგად მღეროდა ისეთი განსხვავებული ხმა ქონდა რომ ვერ გამიხვდე კაცი იყო თუ ქალი აბა ეგ მინიშნებაა გივის სიხარული ძეზის ვაიმე შეიძლება იმიტომ ქანაობდა ეს მედუზა შეიძლება კი ეხლა ხედავ აბა მეგობრებო ნახოთ ეხა ვინზის მართლა მოიხსენი როგორ დაგითანხმეს თქვენ? როგორ დაგითანხმეს? ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი ამას, ვერაფრით. შენ აქ რა გადაგიხადეს ეგეთი ბიჭო? აჩიკო როგორ დათანხმდი ამას? აი რო ჩავიცი, მე ხო მივხვდი რომ ყველაფერი კარგად არის, მართლა. კი დაბნელაფერი ჩანდა, მაგრამ ძალიან კაია, მართლა, აი. აჩიკო ძალიან კარგი თემა იყო, უნდა აღვნიშნო.
გადაწყვეტილებას მიღება ძალიან მიჭირს, ორივე უნდა აგიყვანოთ აუცილებლად რო. ფინალში ხო რა, ორივე. გამარჯვებული უნდა გამოვლინა, იმიტომ რომ ფულად სარგებელს იღებს. ფულად სარგებელს. არა, მოიცა, კართო. გავიღობთ. კალა. მიეცი. რა უნდა მომწეს? პროექტის გადაწყვეტილებით გადაეცი. ხელიო ჩაკიდოთ რა შეიძლება. აზრი არ აქვს, ვინ მოიგებს რა. ძალიან ძლიერი კონკურენტი იყავი. პროექტის გადაწყვეტილებით. დაძაბული მუსიკა რო ჩავართოთ შეიძლება ის. აქ პროექტის დირექტორის გადაწყვეტილებით ჩვენი რომელმაც ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. დაძაბული მუსიკა რო გავუფათ ის შეიძლება დასაწყისში რაც იყო. დაძაბულობა შევქმნათ. ანუ იმერეთმა მედუზას გორია იმერეთი მედუზა. მეგობრებო, სულტყუილია დაძაბულობა, იმიტომ რომ ერთი ჟიურის წევრია, მეორე მედუზა. რა თქმა უნდა მოიგო მედუზა! გილოცავთ. გებიცები როგორ გილოცავთ. ჩვენ ამას ხო ხალხისთვის ვაკეთებთ რა. და აი ეს ხალხი თქვენ ახალ და მართ აი თქვენ სახელზე მუსიკა გამოვრთოთ რა, თორე არის მის. კარგად ვაკეთებთ თქვენ. და შემდეგ თემაზე გადავიდეთ, ტატო შენ ამოიღე. როგორ მინდა სახეში ვესრულო. ეს ხო ტატოს დრო იწურება. ტატოს დრო იწურება. ესე მალე შეჩემა რა იყო. მართლა ძალიან ცუდია. აუ, ყავა, ანუ ვითომ თეატრია და როლში მიწევს ყავა და სიგარეტი და შეიძლება? აი, ტატო მაჩიკოს თემას ყავა და ყლეობა სიგარეტი შეიძლება? ტატო, რენდომია პრინციპი. ტატო, შენ ორ შემოთმობაში ხوار გონია თავი, ძმაო. ამოარჩია რა ნაბუზარი. შეჩემა რა, ის არის. შეჩემა, არ მომეთ, კაი, პირველიაც იყო იმას ავიღებ, კაი, მაიც. ისე კარგები გვაქვს ძალიან, ყველა რო წაიკითხოთ. არა. რამშოთ უნდა გავიდე, მაიც ამ შემოგაკ წავიკითხო. არა, ტატო, ვინ გიშვებს? ქაღალდის თვითმფრინავების შეჯიბრი. მე გაკეთება არ ვიცი საერთოდ. სამივეს არა, ნახე, სამივეს დაგირიგდებათ. არა, დაგენძრა. სამივეს დაგირიგდებათ 3-3 თაბახის ფურცელი. ანუ გექნებათ 3 ცდა. თქვენი მიზანია ააწყოთ ქაღალდის თვითმფრინავი, რომელიც აუდიტორიის ყველაზე შორეულ რიგებამდე მიაღწევს. გამარჯვებული დაჯილდოვდება საკმაოდ ძვირიანი საჩუქრით. მახარ შენ თუ კონსტრუქციის გასამყარებლად დაგეხმარებ, მე შემდეგ გადმოგწევ. შენ თუ გონია მახსოვს როგორ კეთდება ძალიან ცდები პოზიში. არ დავკარგო თორე. რო დამთავრდება მე მოგცემ. ხო რა, აი ეს რანაირად უნდა გავაკეთო. აჩი, ეხა ამ პაუზას მოდი, აჩიკო შეავსებს საუბრით, სანამ ბიჭები თვითმფრინავს აკეთებენ. აჩიკო, დაიწყე. მუსიკა რო ჩავართოთ რა. აუ, აღვი, ტვინი დაძაბულობი შეჩემა რა. აიმებს რო გავაკეთო. ვერ ვასწრებ, აიმე. ბიჭო, ეხლა რა უნდა ვქნა, აღარ მახსოვს შეჩემ. ბიჭო, როგორ აკეთებ, არ მახსოვს. X-ორზეა ჩართული. აუ, გააკეთა. მე რა შვები? ამას ემორჩილება ყველაფერი შეჩემა. ბიჭო, მე რა საკეთებ, არ მახსოვს. მაგარ, კარგად უნდა გააფრინო ეხლა, თორე კინა კუდი გავა. შენ არ მონაწილეო? მე არ ვიცი გაკეთება. მე რა ბავშვი. აი ეგრე ხო ბევრად კაია. ანუ ვინც არ იცის გაკეთება რა? აუ თვითფე ნახარ. ბიჭო აი მართლა
პრიუჩი გაიზარდე შეჩემა თვითმფრინავის გაკეთება როგორ არის? ბიჭო არ მიყვარდა არასდროს. ბიჭო მეც არ მახსოვს ამავიწლა როგორ. ესა დერბის 4 გზის ჩემპიონი თვითმფრინავი რა უჭირავს? დასაწყისი მახსოვს მე და მე. ხოხი მე რა ხდება არ მახსოვს. ბებია აწყო წითელ ქუდას. აი აქედან ხალხო ერთი წამით რა მიგარნახეთ რა. აი ეს გავაკეთე. ეხლა რა უნდა ვქანა? გადავკეთე. ჰა? აკეთ? აბა? გადაკეთე. ჰა? გადმოკეთე. აჰა. კიდე იგივე გააკეთე. იგივე გავაკეთე რა. არა, შეჩემა. აბა? ეგრე, ანუ აი ხუნა მოაგროვა ორივე გადმოკეცილი. ეს და გადაკეთო მე. ესე? ორივე ერთად სინქრონში. ხო, რაიცა. აი ეგრე. ოღონდ ისე რომ ის დაბლა თავი გადაუკეცო აქანა. ნახოთ როგორ თვითმფრინავი აჯობებს. ეგ არ გამომივიდა ეს მოკლე არის. და საბჭოთა წარმოების. მეორესაც გავაკეთე. მახარ შენ რა მოდელი არის? ხალხს რა უთხრა რა? ერთი წუთი რა შეკითხვა მაქვს ვინმე თუ ესწრება ვინც თვითმფრინავის გაკეთება არ იცის. ხელი რო აიწიოს. ვაუ. ანუ აჩიკოს გალანძღოვდო და პრიუტის ბავშვები. ეს უნდა იმას ქნა ხო მე? აჩიკოს ველოდებით შემდეგ ჩაწერის შემდეგ ის ხალხი ვინც თვითმფრინავის გაკეთება არ ვიცით ერთი კაი გავიპინოთ. რა გამოგივა მართლა საინტერესო. რა გამომივა აჩი ხა ყალა მართლა მიდი რა. საინტერესოა პროსტა აი შენი წარმოდგენა. არ მინდა კაცო რაც არ არის ჩემი არ არის რა ხა. სუდ ხელოსანს ვერ მოუგებ მაგაში. არა ეს დამეშლება. ეს იმას ქენი? ვა, ნახე გათესლოდ გააკეთე. ეს. აი ხა ტატომ რომ მოიგოს ხო? არა შეჩემა ეს ვერსად ვერ გაფრინდებაში ხო არა გაკ. ეს მაგიდას ვერ გაცდება. მახარ. აიცა. ეხა დიდი ხანი გიყუროთ? შეგიძლიათ დახუჭეთ. თვითმფრინავს რო გამოვისწრე. ტატოს პირველი დაფიქსირდა. ორი ცდა მაქვს. სამი ცდა გაქვს, სამი ფურცელი გაქვს. მოვარდა ის შეჩემა. ეგ არც მინდა. ის ოკეი. თვითონ არ არის მაყოფილი თუ დააკვირდით. თვითონ არ არის მაყოფილი. ის პირველი მე რამდენი რიგში არის? მესამე რიგი დაფიქსირდა. ტატო. მესამე ცდა ხო მაქვს. ერთი წამით. ტატო მიდი რა. აჩო რამდენი ხალხი ვიყურებს? რა თვითმფრინავს გაწყობინებ? ამე სტრაფ-სტრაფი. მახარ ფული რო ჩადო ის ასლარიანი. ჰა? აკვე დაეცა. უკან მოვიდა პროსტა. თუ და აბრატნიზე უშვებს მახარა. ფული ჩაგედო. ბუმერანგია შეჩემო. ტექნიკა აღარ მახსოვდა სროლი. ეხლა ეს რამდენჯერმე რო ისროლა მოსულა? არა, აჩისთვის ახი. ორჯერ დაუბრუნდა შეჩემა, ერთხელ ვაფშე უკან დავარდა. აჩი მე შენ ადგილას დავდებდი ფუცალს უბრალოდ. ქუდს აწყობს, მალიერის ქუდს აწყობს და ეს შეიძლება? აი, სიმბოლურად ცადე მაინც ტატო რამდენი იწვალე ხო? ხო გადავ. არა, მე თვასი მიდი ტატო ისროლე. ჯერ თვითმფრინავი არის, არ ვიცი ჩანს თუ არა და როგორც რაც გავაკეთე. არა კაცო იყო. აქეთ აფთა უფრო გძელი აქვს. რანაირად გამომივიდა ეგეთი არ ვიცი, მაგრამ აქეთ აფთა უფრო გძელი აქვს, თან საკმაოდ. ასე ეჭვი მაგ აქეთ წაიღებს. ფრთებს გადაუკეცავ. ტატო გაუშვი და წაიღებს ნახავთ შეჩემ. ეჭვი გაქვს რა არის? ეხლა რომ გავიდეს, კარები რომ გააღოს, გავიდეს. ეგეთი რამე მე არ მინდა. ანუ პირველი ხოშორს წავიდა, ნახე პირველი კითხვა. ავიაკატასტროფის დროსაც არ ვარდება ეგრე თვითმფრინავი. ბიჭო, ეხლა რომ მომეც ეს ქაღალდი რომ იმას ქვენი რო ავიღე, თავიდან რო დავიწყე კეთება, მეთქი შეიძლება ავტომატურად გავაკეთებ. თქო და მე შუა გზაში გამახსენდა რომ არ მახსოვდა როგორ უნდა გამეკეთებინა. ეხლა ალბათ დიდი არაფერი დაიკარგავს მართლა. კაი, ყურადღება. მახარა მოიგო, რა თქმა უნდა. რა მოვიგე? ძვირიანი საჩუქრის ყიდვა ვერ მოვასწარი, გადმოგეცემა მე აუცილებლად გაკოცებს. მე მაინტერესებს რას აკეთებდა რო ვერ მოასწრო. რას აკეთებდი, ხო? შემდეგი თემა მოვიღოთ.
ეხა რატომ მოგინდა? პროსტა, რა ვიცი. მახანა ხო მოიგო რაღაცა. შენი დრო იწურებაო, შეჩემა შემეშინდა და მადაგასკარში ბინადრობს ნახევრად მაიმუნის ნაირსახეობას სახელად აიე. და მახარა გააკეთებს ეხლა. რომელიც განსაკუთრებულად გრძელი შუა თითი თავიდან წაიკითხე. რა არის ეს გრძელი თითი სადაა? თავიდან წაიკითხე. მე მეთქიხულო. მადაგასკარში ბინადრობს, აუ რას გავს ჩემი? ეს მაიმუნია ნახოთ. მადაგასკარში ბინადრობს ნახევრად მაიმუნის ნაირსახეობა სახელად აიე. რომელიც განსაკუთრებულად გრძელი შუა თითით გამოირჩევა. დაასახელეს საშუალოდ რა სიგრძეა მისი სხეულის ეს ნაწილი. შორს ვინც იქნება გამჭვირვალეს სკოჩით უნდა დაიხიოს ორივე ხელი და თავისუფლად დატოვოს მხოლოდ შუა თითი. შეჩემა. ხვდებით ხო? ეს არის აი მის თემები მაქვს, მოფიქრებულიო? ყურადღება. მოვიფიქროთ. ყურადღება, ანუ ეხა გავაკეთებთ. მოიცნო თქვათ? ზეხოს, ერთდროულად. ერთი წამ მოიცა. ბიჭო, შუა თითი აქ თავის სხეულთან შედარებით დიდი თუ ზოგადად შუა თითი დიდი აქ? ზედმეტ ინფორმაციას ვეღარ მოგეწოდებთ. აი შეხედე, რავი თუ მოგცემს ამას. ეს რა, პატარაა შეჩემო ეს ზან. შენ აიცი რა, პატარაა თუ არა, აი რასად არის? დიდი არ მინახავს ესეთი არაფერი. ამ გამომეტყველები. კაი, გვაქვს უკვე? მახარ შენ და. ალბათ ამ ხელაა? კატო. ერთი წამი, ვაჭ ფიქრობ, შეჩემა. რა, შუა თითი თუ თვითონ? თვითონ, ამ ხელა ხო იქნება, ალბათ რა. აბა, საიდან გავს შეჩემა. ხო. მაგრამ ახლა ნახავთ მაიმუნე თავზე დიდია, ხო? იმჯერეთ ბიჭებო. შენ იცი? კაი, ხო. ვინ ანახეთ შუა თითი მახარას? ყურადღება. ბიჭო, ერთი წამი მოიცა რა. კაი, ხო, მიდი, ჰა. ვითვლი. კაი, დერბი ხო არის აქ. 2 წავიდა. 20 სანტიმეტრი. რამდენი? 20. შენ რა თქვი? 50 სანტიმეტრი? კალა შენ? მე 8. გადავრჩი, შუაში. პატარა რაღაცა იყო. 50 სანტიმეტრი ამდენია. აჩი იქნება შევაცვლებინოთ, მოდი რა. მახარ, დაფიქრდი კარგად. მახარ 50 სანტიმეტრი, მახარ, 50 სანტიმეტრი არის ამ ხელა. ამ ხელა კლინც ხო არ ექნება? აბა კიდე თქვი მეორედ. ანუ ესე მგონია რა. არა. კარგად იფიქრე. ესე მგონია რომ აქვს თითი. აჩი, ესე გონია და შენ გაუზომე რა, რამდენიც გონია ეს ჩათვალე. ყურადღება, სწორი პასუხი არის 8 სანტიმეტრი. ხო, ადაო, შეჩო. ანუ ბიჭო, განსაკუთრებული რა არის მან? კალას და ტატოს დახმარება დაჭირდება რომ ორივე ხელზე კალა. ჩემი თვიზავ კიდია. ორივე ხელზე ვერ იზავ შენ. ვიზავ ორივე ხელზე ჩემი თვიზავ. შეიძლება რომ ცადო ჩემით ჯერ. სანამ თავისი ჩალის. ეს რასასჯელია, ეხლა რომ მოიცა ერთწამი. აი ეს თითები უნდა აიკრას. ყველა ეს მუშტად და დაიტოვოს მარტო. ეს დაიტოვოს მარტო. ამან. და სასჯელი არის ჩვენთვის ანუ ეს. აუ, მახარ, ბიჭო, იზამ, ანუ ძალიან. ესე მე შუათები უნდა გვიჩვენო, ხო იცი და აი. ხო, დიდი ბოდიში. შემდეგი თემა მე მაინტერესებს მეორე ხელზე როგორ იზამ. რატო არა იღე შეჩი? ამ ბიჭმა იცის. ანუ პროდიუსინგი არის აჩის მეგობრებო, იცის. ეს ესე უნდა ექნა? ხელები ერთად არ უნდა ყოფილიყო იდეაში, მაგრამ მარტო რაც მოახერხა ეგ არის. მახარ ქვემოდან ქენი, ქვემოდან. ესე სწორია. შესრულებულია. მეგობრებო, მახარ აჩის პროდიუსერული გენია რა, ნახე, შეხედე. ეთყობა აჩის ეგონა რომ აქ ნაკლები ტაში იქნებოდა. ეს თემა არ არის. უბრალოდ ტაშის შეხსენება. დავით არ გადაიღო. ბრავო! ის თემა ერთი გადავაგდე, იმიტომ რომ ეწერა რომ ასოციაციობანის თამაში არისო, ასე რომ ისეთი თამაში. სიგარეტი ხო არა გაგძნა.
ვილაში. ხელი მოყვა და მოკვდა ჩემ. ინაღავ შენსავი დავრჩი მე შეჩემ. აჩი, მაგალითად მიწერია ესეც შედიოდა იმ თემებში. კაი. ერთი გადარჩა. ერთი თემა და. ხო არ დავტოვოთ ბოლოს სტუმრისთვის. კაი. ტატო, ბოდიში. ტატო, ძალიან გული დამწყდა შეჩემ, აი. რა მუსიკა უნდა ირთვებოდეს. ისეთი თემები იყო, რომ აი აუ აჩი გთხო, რა ამოვიღოთ რა ეს ბოლო რა, მინდა რომ ვითამაშოთ რამე. დაჟე ის რო იყო რა რეკორდი თვითმფრინავი დაფრინავდაო, ეგეთი მოგეფიქრებინა ერთი კიდე რამე შეჩემა. მე რაც აქ გამოვედი. მაგარი გამწარდა ჩემი. მთელი ჩემი ყველა საინტერესო ის იყო თითები შეიკარი შეჩემა და მედუზა ითამაშე? ეს მეორე ეგოცენტრიკია მეგობრებო, გაიცანით. არა, მოიც მედუზა რა ცუდი იყო. ყავა ხო არავის არ აქვს. აი თეატრში ხო 100 ლარი მოიგე. თეატრში ხო ყავს. შენ არ მოვიგე, შეჭამ არა. არ გაგიყრია ჯერ. ოსტა ყავა და სიგარეტი მაგრა გაასწორდა. კი ამოჭრიან, მაგრამ ვაჩი ძალიან გთხოვე. ერევით ჩემ კომპეტენციაში როდის გავყრი მე იმას კონფეტებს ეხა და. ტატოს დავიმშვიდობოთ. და ამით კიდევ დავიმშვიდო. მადლობა ტატო. ეხა ხდება ესეთი რაღაცა რა. მესამე სტუმარი რას კერჩის ვეცვეხდი? ბოლი სად გააქრე, შეჩემ ჩააქრე, ბოლი აღარა მოდის. კაი, ყურადღება. ცოტა დამიმატერა ბოლი. უცებ გადის. აი, არა, აღარ გვინდა ბოლი რა. ყურადღება. მესამე სტუმარი უნდა ყოფილიყო ბასტო, რომელმაც სამწუხაროდ არ მოდის, არა. სიბრძნის კბილი ამოიღო და ვერ მოახერხა ბოლო წამს მოსვლა რა. სიბრძნის არა. წოლითი ეხა მოუნდა ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ ჩვენ. აუდიტორიიდან გვინდა რომ ავარჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც დაუჯდება ამათ. ჯერ მსურველი მაინტერესებს ვინ არიან და შაქარს წამოიღებს. და აი ხა რა პრინციპით ავარჩიოთ, არ ვიცი. თუ გინდა რენდომად ავარჩიოთ. აი სავანთო, ჩუკი ავანთო. შუქი ავანთოთ. ბევრი მსურველია ძალიან. თაზო მოვიდა თაზო. ვინ თაზო? შენ რო კითხულობდი წეღარ. აი არ ვიცი, ვინმე ვინ არის იდეის ავტორი და გამოვიყვანოთო. გამოვიდეს. ვინ არის პროდიუსერი, ვისი იდეაც არის მეგობრებო? დაჯე ძმაო. ძალიან დიდია შეჩერა. ჩავიკარგები რა. ვინე 40 კილომდე ვინახართ? აპლოდისმენტები. შუქი ჩავაქროთ რა იმ აუდიტორიის. აბა ვინ ხავს სტუმარი? გაგვეცანი. გავარჯობა, მე ვარ დათო ჭიპაშვილი. იგივე ჭიპა. ვინ არის თან შეხება? არანაირი. გეტყვი ეს? არა, ანუ იდეა ჩემი იყო ვინ არის. ანუ პროექტის იდეა მოიტანა ადამიან ბაჩი რა არის ხო? კასტინგი ჩემ გამოჩატარდა. მეგა შოუ დაიდგა აქ და მახარ. კიდე რამე საჭმასაც ხო არინებთ? ვარ გამოგიძახოთ რამე. მამიდასთან დარეკი. რატო აიწიე ხელი? ზოგადად ძალიან სოციალური ადამიანი ვარ და ინტროვერტი, კი არა და ექსტროვერტი პირიქით რა. და თქვენ ძალიან მიყვარხართ და ამიტომ რა ვყოფილი. მე ვარ ოპტიმუს პრაიმი. ოკეი. რა სიტყვებს მოიგონებთ ხო ინტროვერტებს? ეგ რომ მეთქვა ჩემ ბავშვობაში, აი, ინვალიდი შენ იმ ჩაწერაზეც იყავი, მაშინ პირველად რო ქონა ლაივ თუ ეგ გამაზე? არა, იქ ვერ ვიყავ. ხო, ჩაწერებზე მახსოვს ხარ ეს დადიხარ ხოლმე. ბილეთის კიდევ როგორ მოახერხე?
თმებს რითი იყენებ? თმებს მე არ ვიყენებ სამწუხაროდ. თავისით? დიახ. დაელაპარაკე კაცო. ბილეთი როგორ იყიდა ბილეთი? მე ის არ მაქვს. როგორ არა? სადა აქ? მე არ მეკუთვნის? ტიპი დაბადების დღეში მიდოდა უფასოდ უნდა და ფეერვერკი და მაგის გამო ამოვიდა. როცა ჩათული საჭირო. ცეცხლის ფერი რო ამოვა, მითხარით. რატო უყურებ ჩვენ გადაცემას? რა შემდგენა, აი მართლა. აი დროს რატო კარგავ? ვაფშე თავიდან ოქტოპოსს უყურებდი, სუსთავიდან. აი, ჩავ დავიმშვიდობ. მუსიკის სპონსორი დავიმშვიდობ ამ ადამიანს. აბა კარგად ძმო. ანუ ოქტოპოსი არის შენ არ გეწყინოს, მაგრამ ოქტოპოსი არის ჩემი საყვარელი ქართულ YouTube სიძულში არსებული არა, წყის პიც და 7 კაციანი YouTube არხი რატო არის შენი საყვარელი? ეგ მითხარი. როგორ? 7 კაციანი YouTube არხი რატო არის შენი საყვარელი არხი? რა ძალიან სასაცილო რაღაცებს აკეთებენ ჩემი აზრით და ხარისხიანს. ეს შენი უმორზე მეტყველებს. შენ სცენაზე რო სიგარეტი მოუწიო და ყავა დავლიოთ მაგდენიც არ შეგვიძლია, მაგრამ რაღაცებს ვაკეთებ. ბიჭო, ხალხი გიყურებს მაგიდაზე ფეხები. შენ პროდიუსერ შეხედე, შეჩემე თავზე. იმას ეს კიდე შენ შორტიკებით არის გვერდზე არის და შენ უმრობას დაჭირდა შეჩემე რა გჭირს. ოქტოპოსს უყურებდი ესე იგი. კი, ოქტოპოსს უყურებდი ძალიან ხშირად და აქტიურად. უშაქროა და მე מחარაც რო შემოვიდა, מחარაც კონტენტის ძალიან ისე. გავიგე, წესიერი არაფერი ქონდა და ვინუშდენი უყურებდი ოქტოპოსს, გავიგე. ავირჩიეთ. מחარაც რო შემოვიდა, מחარაც კონტენტიზე ძალიან ვიცინოდი და ძალიან მომწონდა და. საიდან უყურებ აი იმას რა ქვია? ფუ პოდკასტის ყურება პოდკასტი აი ძველსაც. ძველსაც ხო და. აი სპორტულიდან მოყოლებული. ჩვენ ხო ორჯერ დავიხურეთ მეგობრებო, არ ვიცი ეგ ისტორია იცით თუ არა. מחარანს მივედი და აუცბა აი ფული აღარ არისო რა ამ თუშიო, აღარ იქნებაო და. აი ესე მოვდიოდი კარიდან, გამოდიოდი და ხო არ გავაკეთოთ რამეო ჩვენო. აი რაღაცა ამ დონეზე ვიყავით უკვე და ვიხურებთ უკვე მე დარეკარო შეო არა ფული ჩაირიცხაო. 1-2 თვე კიდე ვარ. ძალიან დიდი დამსახურებაა დედას გებსე ბეტსონის რო ეს არხი დღეს ესეთ ხოთზე არის რა. მართლა. ვერ ვქენი. გახსენი რა ვერ ქენი ჩემი ბეტსონიდან გიყურებენ გახსენი. ოუ! მართლა ვიხურებოდით იმის გამო რომ ფიზიკურად ვერ აუდიოდით კალას ფინანსურ მხარეს. თან თავისი მოთხოვნა აქვს. აუ ეხა არ მათქვენა რამდენი მქონდათ ხო გეგე. ტუალეტის ქაღალდი უნდა ყოფილიყო 6 შრიანი. ძალიან ძვირიჯდება მართლა. თავიდან კუჭული კარდონი აღარ მოწონდა. არა. მოდი მე გავაკეთებ გავამეტყველებას და გავამეტყველებაც מחარამ გამოიშტყორცნა ჩემკენ როცა სპონსორს და მას ველაპარაკებოდი პირველ სპონსორს. რამდენი მინდოდა ხელფასი. ძალიან გვინდა, მაგრამ შენ მახილფასმა მოგცელაო. ბიჭო, აშენ ეხა ბევრი თქვი შეჩემა რა, დვატიში ლარი თქვა და ძალიან ბევრი იყო. კაი, ერთი წუთი. ეცამის საუბრობ ფაჩის ჩემთვეზე. მაგრამ კალას დიდი დამსახურებაა, რომ ფინანსურმა მხარემ არ გადაწონა რა. ქიმია რო დაინახა. იმ 200 ლარადაც მე არა მართლა ტიპმა შეიძლება თქვა რა კიდია მორჩა მაგრამ ქიმია რო დაინახა დათანხმდა ბევრი არ დათანხმდა იმიტომ რომ რაღაც ახალი YouTube არხი იყო საეჯუკაც შეიძლება მოვებით ბევრმა მოგვირბა ძალიან YouTuber-ებმა აჩი ყოს დატოვე ხო ეს ამოიჭრა მაგრამ ახლა მარიცოდა ის თუ კალას 25 ლარი ქონდა რეპორტაჟში ხელფასი მე გავიგე რამდენი გაქვთ და 25-50 ლარამდეო ანუ 200 ლარი ჩემს და ტიპი მარა არ უქნია მე მაგიტო ვაფასებ מחარას 200 ლარად იმ ქაკუცა რო აეფრიანებინა ეგრევე ყველაფერზე თანახმად ვიყავი ძალიან დიდი დამსახურება მართლა კალასი რომ ადამიანური მიდგომები აქვს კალას არა ესეთი უბოროტო ტიპი მართლა გეუბნები YouTube-ზე მე თვითონაც ხანდახან ბოროტი ვარ ხოლმე რა არა კალა არის ძალიან უბოროტო ადამიანი რა აი თითქმის პირიქით არა ეს აქეთ ისიქით ხო მე მართლა აი საჯე სიემდე უბოროტო არის მართლა რა ცუდი გაგებით არა ოღონდ აი აჩი არის მაგალითად გულუპყვილო ოღონდ სიემდე გულუპყვილო არა
მოვიდა მახარო მეტლახი უნდა დავაგო. ბიჭო, სად მეთქი შეჩემა, იმიტომ რომ 40 კვადრატი არის ამის სახლი რა და აივანი არის კვადრატი. შულო, აი ფილა რო გადააგდო, რაც ეცემა ეგ არის რა. აივანზე გადავწყვიტეო რა. მეთქი შეჩემა რანაირად ფილა უნდა დადო მეთქი, ანუ იყიდო დადო. არაო, შეუთანხმდი ხა ტიპს რომ მოვიდაო. გადავაგეო მთლიანი აივანიო რა. მეტრზე არის აივანი. რამდენი გამოგართვა, მაგარი ძმა იყო. კაროჩო, თვითონ მოიტანა ფილაო. 480 ლარი მივეციო რა. კვადრატულა. 2-3 კვადრატული არა, ბიჭო. ტიპმა ფილა იყიდა, აიტანა ელევატორით, რა ქვია ელევატორს ქართულად? ლიფტით აიტანა. რა? დადო. და აჩქო იყო. Put down, yeah. Put down. და აჩქო იყო სულის შემძვრელად გამბლიო, რა ჯიგარი იყო კაცი რომ მოვიდა. იმან თქვა ჩემო ძმაო, პატარაზეო ვერ მუშაობო და ოდნავ ზვის გეტყვიო და ეს დანახმა იყო და 480 ლარი დურთა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მაგ ფილებით. შვენივრად აგია. რა ფილებით, შეჩემა? ფილით. ნუ ერთი ნახევარი და მეორე მეოთხედი. გადაჭრა. იმიტომ რომ სამკუთხედი არის. მწვალია შეჩემა. ფორმა სამკუთხედისა. თუ გადაჭრა და ის დაჟე რაც დარჩა ის წაიღო. ახლა გავსა დაგიტოვებ. აჩიკომ ახალი სარეცხი მანქანა ვიყიდოდა. რატომ მეთქი რა? ვერ რეცხავს. კახელი შედის. მანქანა ვერ რეცხავსო რა. რას ქვია ვერ რეცხავს მეთქის? აიო გაურეცხავით ასე ძველი გამოდისო რა. კაი მეთქი იყიდე ძველი მეთქი, ძველიო მითხრაო ის ტიპი რომ მოვიდა ამას ჩვენ წავიღებთო თუ გიდა. ხო ისქესე ეგრევე მეთქი შიქ ხوار შეჭიმა არავის არაფერი გაატანო მოვალ. წავიღებ, წამოვიღე. დღესაც მაგაში გარეცხილი მაცვიო. ავიმე. დათო ეხა შენ უნდა მოყვე რამე რომ შეეჯიბრო მახარას. დათო, სად ასწავლობ დათო? არ ვსწავლობ. დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტი. დაჟე? რამდენი წლის ვარ შენი აზრით? 40-45. Ad 40. 30. აბა 25. 24-ის ხვდები მალე. ეს მალე ამთავრები? რა დაამთავრე? IT. IT. კომპიუტერის ჭია და რა ვიცი. შენ ხო არ დაგიმთავრებია ჯერ, მახარ. შენ ხო წამოხვედი ბოლო წამს. მე ეს დიპლომს რო აძლევდნენ მახარ. მეოთხე კურსის ბოლო თვეს წამოვედი. აღარ მინდა. მართლა გეუბნები. აუცილებლად დავიღუპებოდი. ასოციაციების თამაში მინდა რა. ეს დარჩა რა და. დავაი, კაი. მე მაქვს პრეტენზია რომ ასოციაციების თამაში მოგიგებთ. პრეტენზია გა. კალა. ეგ არ გვინდა. არ გვინდა. ეს არ გვინდა? ანუ რა არის? მაგრა დავაინტერესა. ჩაიხადეთ სათი. მაგას ჯობია აი ასოციაციები ჯობია, იმიტომ რომ პოლიაჭი ყვა ხარავის არ გაინტერესა. აბა მიდი რაში მოგვიგებ? ოქროს მონეტის მოგება შეგიძლია შენ. ბოლო შანსი არის იქნება ეხა რა. ტატო სად არის? წავიდა? პაკური. ბიჭო, ჰობიც რაზე მეუბნებოდა კი აღარ მახსოვს. ტატო. ასოციაცია. ახლა არაფერი, არა. მივენდო. აი სეზონი მთავრდება, ეს არის ბოლო ასოციაციები და ამას თუ მოიგებთ, მონეტა შეგვიძლია მოვიგოთ შეჩემა. მონეტა ჯეირან ვითამაშოთ ვის რჩება რა. ჯერ მოიგო. აი რა მაჩუგებ და ჩამოვიკიდე. გაგიწყდება მე რომ მოგიგოს ადამიანმა. ვინ უნდა მოიგოს? ერთი ლალი მოროშკინა არ ყოფილა შეჭება და დაჭე ყველას მოუგებდა. რანაირად? სიტყვა. არსებობა. არსებობა? მოსვლამდე ქონდა ეს რაღაცნაირი სიტყვაა ეხა. ხო. ეს კონკრეტიკა მაქვს მარტო. შეიძლება თუ არა სიტყვიერად რომ გავდეს სიტყვა და ისეთ სიტყვა ვთქვა. არსი დაიბლოკა. შეიძლება შეჩემა. ანუ არა, ჩაგვეთულება თუ არა? არა, რავი, კი. სიტყვიერად თუ არა არსებობა. არ არსებობაც, არარაობაც დაიბლოკა. არარაობა? აუ, მახარ, მაგარ. კალა. მარტო რასაც მიხვდები რომ ანიშნებს ეგენი უნდა დაბლოკო. არსებობა შეჩემა. არსებობა. არსი დაბლოკილია, ხო იცით? არსებობს. ეგეც დაბლოკილია. აბრუნეო და შეხელი თეორია. ობობაც დაბლოკილია. არსებობა, თვითონ სიტყვის არსი არ ვიცი ასნიშნავს. არსი დაბლოკილია ისედაც.
არა, ანუ არ ვიცი ას ნიშნავს თქო. შეიძლება რომ შევცვალოთ? სიტყვა არ ვიცი ას ნიშნავს. ეგრე დაგერხა, მაგრამ არსებობა და გავიწყდა რას. ეგეთ ტრაქში ხარ? არა იცის კაცო ეხა იმაშია მაიმუნობს. ავაი. მიდი. მოიცა რა? მოიცა რა მზად ვარ ძმაო. არა დაბლოკილია. 1 რა არ და ვერ ვიგე. აჩიკომ დაგვითვალოს რა. რა დაბლოკე? არა. შენ დათვალოს ვიბნე დათვალოს. ყურადღება. ან მოიცადე. ბიჭო რა გინდა ხო ვამბობთ. კაი. 3 2 წავიდა. ცხოვრება. ვერ დაინახეთ ვერ მახარა შენ ხარ ჩემიო მანიშნებდა. ეგრევე მივხვდი. კიდე კაი სიყვარული არ თქვი ჩემ. ტიპმა რამის მოგვიგო. აი 1-0 გაკ კიდე შანსი. და ის თქვენ გავატარაკოთ და ეგრე მოუგოს. განზომილება. ეგ არის. ეგ არის. რა ეგა? ეგ არის. 3 და დაბლოკილია. არა, ეგ არც გვიფიქრია განზომილება. ბევრად კარგი, შენ მოგანდობ მახარ მიდი. მაგას. კაი, დავითვალო? სიტყვა არის განზომილება. ხო. განზი დაბლოკილია. 3 2 წავიდა. თვალი. კაი. თვალი რა შუაშია განზომილებას. რანაირად? ამას მახარა ახსნის, იმიტომ რომ მას აქვს რაღაც ხედვა ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ თვალს ტყუილად ჩამპაჭულებდა და მოდი ახსნას. ეხა ან მართლა გეუბნები, ხო მე ავხსნი ხა, მაგრამ თვალს და განზომილებას ვერ უკავშირებთ ერთმანეთს? ანუ დარბაზში არის ისეთი ვინც ვერ უკავშირებს. არა, ხუმრობის გარეშე. რატო ვერ უკავშირებს? დაგვენძრა. უკავშირებ? რანაირად შეიძლება თვალი და განზომილება ერთმანეთისგან განუყრელი იყოს, მართლა გეუბნებით. ანუ თვალი, სივრცე, განზომილება, თვალი, მხედველობა და მეუბნებით რომ ერთმანეთთან კავშირში არ არის? მე მაგ შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ ეხლა რომ აგიხსნათ. აი, სტუმარს ხო არა აქ რამე პრეტენზია. რანაირად? ანუ მოვიგე? ასოციაციების დასაწყისში მივანიშნე ეს და უბრალოდ გადავიმეორეთ ეხლა. სხვათა შორის მე ჩემს ავით ფეხს ვათამაშებ სულ და უმეტესობაში ვარ ეხლა. არა, შენ ესე შვები, მე ესე შვები. ანუ აჩი შენ რა გინდა თქვა რომ მოვიგეთ ეს? საბოლოოდ ეგრე გამოვიდა რომ თქვენია. მართლა ძალიან დიდი მადლობა. გუნდიშასთან ვარ დაგვეკარგა, 2 ცალი გვექნებოდა. ისე ეხა ვისი არის თქვენი თუ გინდა ჯერ გადავწყვიტოთ და მე რაღაც არა. არა მახარ ისეთა ვილაპარაკე ჩემზე რა ვერაფერს ვერ ვითხოვდი და შენი იყოს არ მინდა ძმაო. მახარ ეს ის მომენტია რომ შენ პირიქით უნდა ხო მე მაგის იმედი მქონდა აბა ვნახოთ. კალატოზ ის ადამიანი არ არის რომ ეგ შევაწყობთ მიიღოს რა იქ გამომართ. მე გეტყვი რას გავაკეთებ რა ამას კვირის დღეებში გავყოთ რა ამას გავკეთებ ესე ყურს და პარასკევი შაბათ-კვირა მე მექნება. ორშაბათ, სამშაბათ, ოთხშაბათ, ხუთშაბათი შენ. და კვირას ლომბარდში იქნება. მართლა თუ გაგიწოდება მე არა შენ ისე მეუნებოდი რომ ჯეირანი და უნდა ყნა და რაღაცა რომ პირდაპირ შენი იყოს ასამბლე. არის ჩხუბოთ რო რამე. კონდეს მართლა. გაჩერდა. მახარ. არა მართლა გეუბნები მართლა მოგეცდა და ეს გავხრიტო და ჩამოვიკიდო რა. ხო ჩამოვიკიდე მე. როგორც საეჯუკაც თან მე ისე შემეტენა რომ ვითომ გუნდიშას ახლა მე მოვაგებინე და ვითომ ისე ეკაი გამახსენე შესაძლოა. ხო და არ მინდა ძმა ხო მეორე მომენტა წაიღო მე იტყვი და წაიღე ძმა. კაი. მახარას დარჩა საბოლოოდ ეგრე გადაწყდა ხო? 2-0 წააგო ადამიანო ვინც თქვა რომ მოგიგებთ ანუ რამე არა კარგად დაიწყო. ამის თხა ხომ არ გინდა. აი თვალს არ ველოდი რა. მე მგონია რომ კარგი წინააღმდეგობა გაგიწიეთ. არა სიტყვები კარგი. წინააღმდეგობა საერთოდ სიტყვები ძალიან კაი იყო. წინააღმდეგობა არის? აი ცოტა წაბოზე წყალივით მიდიოდა მართლა. მე გონია რომ შენ არ იჭი. აუ მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ რა. მაინტერესებს რა გამოვა. აჩი მონეტას არ დავთმობთ. არა და მონეტას არ ეხება რა. ასოციაციებთან სულ ხო იგებთ. თქვენ ხო არ იქნებით შუაში პირიქით და 2 გამოვიყვანოთ ვინმე და სხვები მინიშნებებით თუ მოგიგებენ ასოციაციობანას. რას ფიქრობთ? და პრიზი არაფერია ეს აქცია. პრიზი უკვე მონეტა თქვენია რა. მადლობა. სახელი მადლობა დათოს. ძალიან მიყვართ აქ ორივე გაფასებთ. აი 2 ადამიანი პრინც 2 ადამიანი წუქილავან თოთ. კალა შენ არჩიე თუ გინდა? აგე
ფანრიანი ადამიანი წამოვიდეს. ფანრიანი ყველაზე თვალში მოსახვედრე. ორი უნდა ვარჩიო? ორი გვინდა, ორი. ხო. აი გვერდზე ვინც სუზი შევეცადე. დავაი, იყოს. მოიცა ჩვენ ვждები შუაში? თქვენ როგორმე ხო, ერთი უკან დაუდექით რა. სკამზე და მეორე დაჯდეს. რას ვითამაშე? არა, სიტყვა უნდა თქვა შენ. ან მე. თქვენ ადგილას დასვით ისინი. მეც უნდა ავდგე. აქ ფული და რაღაცები მიდერ და რო არ არის რა. აქ სახსი არის, ანუ ქონება მიდერ. მოიცა, თქვენ სიტყვა უნდა მოიფიქროთ ეხლა თქვენ ხო? მანამდე გაგვეცანით სახელი. გამარჯობა შოთა. ერთგული მაყურებელი. წაში. ოქტოპუსისაც და ფუპოდკასტისაც და საეჭვო კაცისაც. სხვებს აღარ დავახსენებ. და? ნინი. ნინი. სასიამოვნო. ესე იგი, თქვენ იცით ხო რა ხდება ეხლა სიტყვას რასაც იტყვიან, უნდა მიანიშნოთ, ოღონდ ისე რომ ვერ დაამოღამნამათმა რა. ჯეკი, თქვენ ხმარო არ დაიკარგოს, ერთ-ერთი უნდა იჯდეს და მეორე უკან. მე კარნახებს იმას ვიზამ. შევამოწმო. ბალახი. ბალახი მიღებულია. თქვენ როცა მზად იქნებით, მოიცა. რატო დაუხმიე თავი? უკვე მზად ხარ? ჩემო ცისფერთვალება. ცისფერთვალები დაბლოკილია? დაბლოკე. შაბიამანია დაბლოკილი? მინდორი სტადიონი? ყველა ფეხბურთელი ვაფშე ვინც ყავს? მე არ ვიცი სახელები და გვარები, მაგრამ ყველა. უნდა თქვან რომ მზად არიან, ჯერ ჩვენ ველოდებით მოპარკებულები ვიყავ. ბოდიში რა. მახარ მაინტერესებს ჟიურის როლში როცა ზიხარ და სხვა. ძალიან ერმეშლება. აიგე? გავიგე წეგან რაღაც ანიშნეს უკვე. აი, ოქროს პოინტა ხო ჩვენია რა. ირის მოძრაობით. შენ გამაგიჟე, ანიშნე. ყურადღებას მომაპატე. ბალახი. წვერი არის დაბლოკილი. კაი, მზად როცა იქნებით. მზად ხარ? ოპა, ერთ წუთიო განხეთქილება. ოპა, მივახციეთ. მზად ხარ? ყურადღება. რას მიკეთებ, შეჩემა? აუ. მე ესეთი შემოთავაზება მაქვს თქვენთან რა. თუ მოიგეს ოქროს მონეტა მივცეთ. არა. მართლა რა. მივცეთ? არა! ეხლა ხო მობილიზდი. არა რა. კალა. ძალიან პატარა შანსია, ონახე ორნი ხართ. თქვენ ხართ ორნი. ხო ნამდვილად ოქრო. თქვენ ხართ ორნი რა. არა, მოყვება არა. მახარ. უკვე წაიღეს ბიჭო, თქვენ ხართ ორნი და უფრო მეტი შანსი აქვს მოგებს და თუ მოიგეს პრიზერი რაღაცა ემოცია მივცეთ. ერთნი ვარ. მახარ, მაშინ შეგევაჭრე. სიტყვა ერთად მოიგო. შოთა როა ხატია ის გაქვს და შოთა მქვია და მოდი მაგაზე ვითამაშოთ. აუ დავაი. ნახე, მონეტა არ დაცნეს. ორანტია. არა, როცა უკან დაატიფ ამ შოთას. გაიგე? და კაპუცას ამომირბენდებ. და ისე ამომიცუნცულებ საღამოს სახლში. კაი, ყურადღება. გიორგი კალდუნა მახარაშვილი. ყურადღება, მზად ხარ. სამამდე ვიწულით. ერთ წამი, მზად ხართ? მზად ხართ? თვლი? უეჭველი. კი. დავითვლი მაშინ. 3 2 წავიდა. ბეჭედი. რა თქვით თავიდან? ბეჭედი. ეს ჩემზე უარესი მოთამაშეა. არა, აი ძალიან მარტივი მისახვედრია. ბალახი. იმიტომ რომ ცოლად უნდა გამომყვე. პასუხი ჯერ არ მიმიღია, დაველოდები. დიახ. კონფეტი არ დარჩა რა ვის? მე დამჭა, მაგრამ ვერ გავხსნი ხა რა. აკში აღარ არის.
თან გულებიანია, კალა. გულებიანი არის თან. მადლობა და გილოცავთ. გადავედით უკვე ეს ტრუკი იყოს თან თიწინას და ის მართლა ეხა ვერ იაზრებს რა მოხდა რა. სტუმარი ხო აღარ გვეყოლება სკამი გავტეხეთ. ემტო ცხოველია და გამისროლა შეჩემა სკამი გატყდა. მე მქონდა ის არა. ხელოსანი ვიცი ერთი აივანზე და ეხა სტუმარი გვეყოლება კიდე? გვეყოლება. ეხა გადავედით იმაზე, מחარ პრიზზე. რა საკეთებ? მე არ გამიტეხავს. ეხა ყველამ დაუძახოთ מחარას. სტუმარი აღარ არის מחარ. აღარ არის. არის. მე რა ვიცი ვინმე იქნება. ეხა მაინც არ იყო სხვა მე მგონი და ჩემი ვა რა კაი რა შემეტენია ბიჭო წადი შეჩემა ვიღაცა უნდა ამოვიყვანო ჰა ვიღაცა უნდა ამოვიყვანო რა რა ვიცევი მე თუ ვინმე ამოვა რა ხდება შენ რა მეც არ ვიცი რამე ეხა ესე ყველამ ვაფშე აბსოლუტურად ხელი დაიჭერეთ ესე ეხა განახებთ ლაშა გილაშვილს მე არ ვენდობოდი მე გამაკეთებინათ სულ დამთავრდა ლაშა გილაშვილს განახებთ როგორ უნდა აი ეს ხელი წაიღეთ ფეხებს შუა მართლა არა ეცამ შევთანხმდეთ რომ ვიმეორებთ ვინც იწყებს იმეორებს ეგრე ოღონდ ხმრობის გარეშე დავიჭირეთ ხელი წავიღეთ ფეხებს შუა არა ეგ ტრაკი არის ფეხი ანუ სკამის დაბლა აი ხა ეგ სკამის დაბლა რამე ხوارადებს აუ საწავ უბრალოდ ხელით უნდა იგრძნოთ შუაში რამე კონვერტი ხوارდებს აბა ვინმემ ერთმა ადამიანმა ვერავინ არ მოიგო კონვერტი აი სკამი რაზე ძიხართ მაგის ქვეშ ხوار არის შენთან კევია ეგ ჩემი არის არა იყო ეხა შევძროთ და ქრონა შევძროთ იქნება და იყოს ზებნა არ უნდა სადაც ძიხართ იმის ქვეშ უნდა იყოს თეთრი კონვერტი ერთ-ერთი ჩვენ გვერდზე შავი კონვერტი კაი ბოდიში ოღონდ არში აი სადაც ძიხართ აი ამ სკამში იყოს აბა აი არის მოდი სცენაზე შენ უნდა აირჩიო ფერი სამი ადამიანი ხა თავარიას ჩამოდი ჯერ დატო გააჯვიკა სტუმარი მოდის ბოდიში ახლობელი არ არის დაბძანდი ნატა რა ქვია გამარჯობა ელენე აქ დევს სამი კითხვა მომეცი ვინმე სხვა რა მოაცალე არა ჩემს გამსქოში ხო ზუსტად შენ შეგიძლია შენ ხარ თავარი მოქმედი გმირი შენ შეგიძლია სამი ადამიანი აირჩიო ან მოუგო სკუტერი ან შენ თვითონ მოიგო ესეც იგივეა რო იცოდე პირველ კითხვას წავიკითხავ სკუტერის მართვის მოწმობა გააქვს არა აიღე იმიტომ რომ ის სკუტერი შენია გილოცავ ხო არ გაყიდი 100 ლარი მაქვს ეხა რაც მაქვს მართლა აი ხა ოქროს მონეტა და 100 ლარი მაქვს ოქროს მონეტა პრესტიჟია מחარ ის არ დაგჭა რა შეჩება კონფეტი რატო არ გაგიხარდა სკუტერი რომ მოიგე გამიხარდა თუ ემოციებს არ გავახარდა ძალიან გვაკატავე რა აუცილებლად რა ფერია შენი აზრით ეს სკუტერი ჩანს აქეთან წითელი ჩანს ხო წითელი აშკარა ჩავი ანუ ჩემ კითხებს გქონდა პრეტენზია შეჩება რა ფერია შენი აზრით სკუტერი არა შეჩება თუ ფერი ვერ გაარტყა ესე იგი მოწმობასაც ვერ აიღებს და დალტონიკია და
რა აზრია, გადავათამაშებდი სხვაგან, მაგრამ ჰა, წითელია. ეხა ვიდეოს არა ეწამე. გავიხსინეთ. ვიდეოსთვის ვჭირდება თუ ხაროჩ შენი ოცნება იყო და სანთელი ბავშვობა გესიზმრებოდა და მოიგე და რა კარგია ბეტსონ სპორტს. მადლობა და თქვენ მადლობა და აი ძალიან დიდი მადლობა ბეტსონ სპორტს და ბავშვობის ოცნება. იმაგურით. არ ვიცოდი ჩემს იყო, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. იმაგურით. რა გურით? იმაგურით. ისე ძალიან დიდი მადლობა. გრიგოლია იმაგურით. მოკლედ, ხო, სამცხარო ცხებს არ გაგიმართათ, სრულად რენდომაიზერით მე პირველი გუ მახარას ნათესავმა სრულად რენდომაიზერით. ნათესავს არჩევ და ბამბის მხარე, დედის მხარე და ანუ, კითხეთ, აბა ოქროს მონეტა ვინ მოიგო? ვისა? აქედან ოქროს მონეტა ვინ მოიგო? პირველი. მახარ, გამარჯვებული ხوار დავაბრუნოთ აუდიტორიაში. გამარჯვებულს უკვე სკუტერით დავაბრუნოთ, ამას იმას იზავენ. ეხ მესვე გამახმენ რომ მოვიგებ. როდის წავიღებ? ეხ გაინტერესებს, ანუ აი ეს ერთი ცალი გვაქვს აქ და საწყობში გადავრეკავთ ხა და მე მგონი სკუტერი თავის თუნდაც წაიღოს თუ მიუტანთ. ტატო შენ გეცოდინება, სკუტერი მოგიტანეს თუ არა ის 4-ით მიდიოდა შეჩემა ესე. მიუტანთ თუ დავიტოვოთ. დაგირეკავენ. კი ბატონო. პირაჩი და 5 არ გადააგდო. ის 5-იც რა მაგრა ხმარობთ. და მაგას ესე დავიტოვე. 5 ვინახავ ბიჭ ანუ საცხოვრებელი სახლი არის 5 მართლა სქელი მუყაოსგან გაკეთებული ისე კარგავ ერთობით ხო? ხო, მაგრამ რაღაცა ნაწილს გილოცა. მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ მადლობა. ჩვენი მაყურებელი ხო ხარ? შემთხვევით ხო არ მოხდი არ გამაგიჟო ეხა აქ. არა, აი სუსუ პირველი გადაცემა მქონდა შენ კოვიდის დროს, აი არ ვიცი, ალბათ 5 მაყურებელს ვიყავი. შეგერგოს. მართლა. ძალიან მადლობა. შეგერგოს. მადლობა. კაი, აღარ გაინტერესებს. ნახე, მე არ დავიწყე რომ კოვიდის დროს აღარაფერი არ იყო და აბა ის ხო არ დამიწყია. ძალიან კაია, მიხარია. დაუბრუნდი დისლოკაციის ადგილს უკვე სკუტერთან ერთად. პირიქით. მადლობა რომ გვიყურებთ. ეხა მეორე. ორი ხელი აწიეთ ესე. მარტო აი ესე წინ დაიჭირეთ და წავიდა. ის მუსიკა რო ჩავრთოთ რა. ეს იყო ფუპოდკასტი. ძალიან გვიყვარხართ. რა ვიცი, მართლა, აი ვერ ვიშლები მეც, იმიტომ რომ გიორგი მახარაშვილი, ლად არამოვი, არჩილ ცენტერაძე, შენი სტუმრები, ვახტანგ გოუთბაციკაძე, ლაშა გელაშვილი, ჯაპანა. და დათო ჩვენი მაყურებელი ხელი ჩაკიდეთ, ხელი ჩაკიდეთ. მე ვიზახდი რომ აი ხა ფარდა უნდა დაიხუროს მეთქი და წავიდეთ ხო რა, ეგრე უფრო კარგი იქნებოდა. всё, მორჩა. წადით. სო. დავთავრე. ამოიწურა 20 ლარი, დედა რამდენ ხანს გავიოფლე. პაკა. შეხვდებით YouTube-ზე. მორჩა კინო, წადით ძაღლებში. აჩი ის ფული ვინ აგროვა 20 ლარი. მიკროფონი რო გამიტიშ.